ჟურნალი ნათობი. ჟურნალი ნათობი, რომელმაც ამ რამდენიმე ათეული წლის წინათ შეწყვიტა არსებობა გარკვეულ მიზეზთან გამო და რაღაც სუბიექტურ თუ ობიექტურ მიზეზთან გამო ამ დეტალებს ჩვენ არ ვეძიებით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ამ ჩვენს დღევანდელობაში აღარ გამოიცემოდა ეს ჟურნალი. მე გორვადელს დამიჩნდა ეს სურვილი, იდეა, ვნება, გესნება და შემართება, რომ აღმედგინა ჟურნალი ნათობი. იმ ძვირფას საზოგადოებასთან ერთად, იმ ძვირფას ლიტერატორებთან, მწერლებთან, მეცნიერებთან, იმ ძვირფას განათლებულ აკადემიურ და მოაზროვნე საზოგადოებასთან ერთად, რომლებიც აქ რექტოლეგიის წევრები გახლავან აქ წარმოდგენილები აღნიშნულ ჟურნალში. წერალთა კავშირის პირდაპირი ჩართულობით და მხარდაჭერით, როცა მათ მე გავაცანი და ვამცნე ეს ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი იდეა, ამას უნდა შესწყო და შემდეგ ფრთები და უნდა განვითარებულიყო ეს იდეა და ეტაპობრივად უნდა მისულიყო იმ ასე ვთქვათ დაგვირგვინებამდე, იმ კვინტესენციამდე, რასაც ქვია გამოცემა მეჟურის სახით ჟურნალისა. ქალბატონ მაყვალა დოდაშვილს მივესალმები, ბატონ რეზო მიშელაძეს მივესალმები, წერალთა კავშირის, საქართველოს წერალთა კავშირის თავმჯდომარეს ქალბატონ მაყვალა დოდაშვილს, თავმჯდომარეს ბატონ რეზო მიშელაძეს მივესალმები ძვირფას სტუმრებს, რომლებიც აქ ბრძანდებიან, ბატონ გიორგი გოგოლაშვილს, ბატონ მაღათელ არაბულს, ბატონ ზაალ ბოტკოვებს, მივესალმები ბატონ დავით ახლოურს, გორიდან ჩვენი ძვირფასი შემოქმედი, თავად პოეტი, ისტორიკოსი გახლავთ ეს პიროვნება. მივესალმები ფილოსოფოს ელიზბარაშვილს, ჩემ მეგობარს, თესეულის უნივერსიტეტის პროფესორს და ყველა თქვენგანს, ვინც აქ ბრძანდებით, ახლა პერსონიფიცირება და თითოეული სახელების და გვარების დასახელება შორს აგვიყვანს გივი ჩიგვიდაძე, ჩვენი ძვირფასი მწერალი და პროზაიკოსი აქ ბრძანდება. და ყველა ადამიანს ვინც დღეს მობრძანდით, აქ ვინც ვერ მობრძანდით, იმათაც მივესალმებით და აქედან შევუთვლით სალამს და ამ ყველაფრის განვითარებას ვისურვებ, რომ ეს ჩვენი საწყისი ყოფილიყოს იმ მწვერვალებისკენ მიმავალი გზაზე გადადგმული რაღაც მყარი ნაბიჯები და ჩვენი ჟურნალი ნათობი 1869, რომელიც სახელდებითაც დღეისამას იქით ეს გამოიცემა ჟურნალი ნათობი და ყოფილიყოს ეს პერმანენტული სისტემური ხასიათი უნდა მიიღოს ამ გამოცემამ. როგორც მოგეხსენებათ და აქ აღნიშნული არის დასაწყისში ეს ჩემი ხარჯით გამოიცა პირველი ნომერი ნათობისა 300 ტირაჟით და შემდგომ მომდევნო პერიოდები გულისხმობს იმას, იდეა მდგომარეობს იმაში, რომ კულტურულ მატერიალური ძეგლის სტატუსი, არამატერიალური ძეგლის სტატუსი მიიღოს ჩვენმა ჟურნალმა და კულტურის სამინისტროსაგან, ჩვენი ძვირფასი ადამიანებისაგან, რომლებიც იქ მოღვაწეობენ და ქართულ კულტურას, ლიტერატურას და ტრადიციას პატივს სცემენ და ყოველთვის ახსოვთ, რომ ხარი დაუჭირონ ასეთ გამოცემებს, ასეთ მნიშვნელოვან პერიოდულ გამოცემებს, მიიღოს დაფინანსება კულტურის სამინისტროსაგან და გნებავთ ქალაქ თბილისის მერიისაგან, იმიტომ რომ თბილისში დაარსდა ჟურნალი ნათობი და თბილისში აღდგა და თბილისში აგრძელებს გამოცემას და ამ ყველაფრის გამოცემას და განვითარებას. ეს ყველაფერი ხდება თბილისში. ამ ჩვენს ძვირფას ისტორიულ, კულტურულ ქალაქში მართლაც კულტურის სავანია თბილისი და აქ თავმოყრილი ის გიგანტები, რომლებიც მრავალი ათეული წლების განმავლობაში, მრავალი ასეული წლების განმავლობაში აქ მოღვაწეობდნენ, ცხოვრობდნენ, ქმნიდნენ სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს. ეს იქნებოდა სხვადასხვა ხელოვნების სფერო, ეს იქნებოდა მხატვრობა, ეს იქნებოდა პოეზია, პროზა, ეს იქნებოდა კრიტიკა, ესეისტიკა, თუ მესამეცნიერო კვლევითი მოღვაწეობა კერძო მეცნიერებების სახით. აქ მოღვაწეობდნენ. იწყებდნენ რეგიონებში, რეგიონების კულტურული თავისებურება და კულტურული ნიშან-თვისება უდაოა და ყველა ქართველისათვის ეს ნათელია. მე თავად ქუთაისიდან გახლავართ, ვალიდან წარმოშობით და ქუთაისი იქცა ჩემს ტრამპლი და ჩემი ძვირფასი ქუთაისი, სადაც მე ჟურნალი აფინაჟი დავაარსე, მოგეხსენებათ ყველა თქვენგანს, მაგრამ თბილისი
მაინც სხვა დატვირთვის არის, მაინც ის ყველაფერი მთლიანობა თბილისში იყრიდა თავს საუკუნეების მანძილზე. რეგიონებიდან იმიტომ დავიწყე, რეგიონებში დაბადებული ეს ადამიანები თბილისში პოვებდნენ აბსოლუტურ ავანს სცენას. რომ თბილისში დედაქალაქში გამოეხატა ჩვენი თავი. მე ეს არ მჭირდება, მე ქუთაისიდანაც წვდები აქ გადმოცხოვრების გარეშე ამ ბატალიებს და პერიპეტიებს, ამიტომ აფინაჟი ქუთაისიდან აგრძელებს მოღვაწეობას და ახლა თბილისში ჟურნალი ნათობი გამოიცემა ჩემი რედაქტორობით და ძვირფასი რედკოლეგიის ხარდაჭერით, პირდაპირ ჩართულობით და მათი იმ პროფესიონალური, იმ სიღრმისეული დამოკიდებულებით პირველ რიგში ქართული კულტურის მიმართ, რამე თუ ყველა გამოცემა, ყველა ჟურნალი იქნება ეს, გაზეთი იქნება, საერთოდ პერიოდული გამოცემები სხვადასხვა ჟანრის და თემატიკის, ეს იქნება წიგნები, ამა თუ იმ ავტორთა წიგნები თუ რაც, ყველაფერი კომპეტენტური ადამიანების მხრიდან ხდება შეფასებული, მიღებული, დადასტურებული და ასე ვთქვათ, ლეგიტიმირებული. ლეგიტიმაცია უნდა მოხდეს პროფესიონალი იმ კულტურის სფეროს მოღვაწეების მხრიდან და ჩვენ ჟურნალ ნათო 1969-ში ზუსტად ასეთი ადამიანები გახლავთ წარმოდგენილი. დიდი მადლობა თვითონ თქვენთანაც, არ მინდა რომ სიტყვა გამიგრძელდეს, ახლა გადავცემ სიტყვას ქალბატონ მაყვალა გოდაშვილი, წინვალე პოეტს, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარეს, რომელიც ყოველთვის ხელშემწყობია, გვერდით მდგომია ყოველი წერლის მიმართ კეთილსინდისიერი, მამული, შვილური დამოკიდებულებითა და პათოსითა და შინაარს სავსე ადამიანების მიმართ, რომლებიც ემსახურებიან ლიტერატურას და გულწრფელად საკუთარი ნიჭიერებით და საკუთარი გონიერებით ცდილობენ ფესვი გაიდგა ქართულ ლიტერატურაში. ასეთი ადამიანების ხარდამჭერია ქალბატონი მაყვალა და საერთოდ ჩვენი მწერალთა კავშირი. მწერალთა კავშირის მნიშვნელობა მოგეხსენებათ ოდითგანვე ქართული კულტურისათვის რაოდენ მნიშვნელოვანი გახლდათ და არის დღესაც და ქალბატონი მაყვალა მის გუნდთან ერთად ამ საქმეს აგრძელებს და მივესალმები და აქვე უდასტურებ მას მხარდაჭერას და თანადგომას. მადლობა იმისათვის, რომ გზა დაუბრუნდეთ ჟურნალ ნათობს, ნათობის აღდგენას, ქალბატონო მაყვალა და თქვენი ჩართულობით და თქვენი ყურადღებით ეს ჟურნალი გამოიცა და თქვენი რედკოლეგიაში ყოფნით, ასე ვთქვათ, ქალბატონი მაყვალაც გახლავთ წარმოდგენილი რედკოლეგიაში და აქ 276 გვერდია ეს ნომერი, საკმაოდ მოცულობითი გამოვიდა, სხვადასხვა ხასიათის ტექსტი გახლავთ წარმოდგენილი. ქალბატონო მაყვალა, გთხოვთ. დიდი მადლობა. მოგესალმებით დიდი სიყვარულით. თუ არა ქართული სიტყვის ერთგულება დღეს ისეთი რთულია თბილისის ერთიობით და მეორეობაში გადაადგილება, აქ არ ვიქნებოდით ეს ადამიანები. სხვანაირი დღე რომ ყოფილიყოდება, გადაჭედილი იქნება დაბაზი, მაგრამ მართლაც რთული დღე არის დღეს და გვემატება რომ დღეს როცა ისევ გამოანათა ნათობმა და ისევ მისი შუქი მოგვეფინა ჩვენ, ვისაც ძალიან მიყვარს ქართული სიტყვა, მისი ტრადიცია, ქართული მწერლობის ტრადიცია და მისი მომავალი, აი აქ შევიკრიბეთ. ახლა ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ყველა ჯგუფს, ყველა დარბაზს, ყველა ფერს რაც არის ბატონეროს ამ ქვეყანაზე, რაღაც აერთიანებს, საერთო ნიშანი აქვს. და ჩვენ ახლა ამ დარბაზში ვინც ვართ სიტყვით დასნეულებული ადამიანები. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ისეთი დრო აღარ არის, როგორიც იყო ადრე სიტყვისთვის და შეგებრალება თვითონ აენის თუ კი პოეტის ქვია სახელი იყო და პოეტი, დღეს შებრალება კი არა, თუ რამე გააკეთე, შეიძლება 1000 ის არის ზოგი გულში და ზოგი მხარში გესროლონ უგუნურმა ადამიანებმა, მაგრამ როგორ უნდა გიყვარდეს ქართული სიტყვა და ქართული მწერლობა, შეგონებათ, რომ შენ თვითონ იყო რედაქტორი ჟურნალის, რომელიც წარმატებული ჟურნალია აფინაჟი, შენ თვითონ იყო შემოქმედი წერ ლექსებს თარგმნი და უამრავ სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზატორი ხარ და მიუხედავად ამისა, ყველაფრის მიუხედავად იწყებდა ისე
შეიძლება ითქვას ძალიან დიდ საქმეს და ამავდროულად თავს ადեղს. შემთხვევით არ თქვა პოეტმა, რომ თვითმკვლელობა ჩვენში დიდი საქმის დაწყებაა. დათოს დამეთანხმება ამაზე მე ვიცი, როგორ შრომობთ თქვენ სხვადასხვა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში, მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სინდისი, საკუთარი გულის და სამშობლოს სიყვარულის ამარა. თუ ასე არის ახლა დღეს, ასეთი ეპოქა არის, ბატონი ზარი და მე დღეს ვსაუბრობდით და თქვით ასეთი რაღაცა, რომ როცა ირაკლი აბაშიძემ გადაწყვიტა, რომ შეექმნა ენციკლოპედიების ტომები, მას მისცეს 4 სართულიანი სახლი, 100 თანამშრომელი, მანქანები და ასე შემდეგ და რა ბედნიერება იყო, რომ დაждდებოდა და იდეებს აი ამ გარშემო თავის თანამოაზრეთან ერთად განახორციელებდა. ძალიან რთულია ასე. მარტო რომ მოიგიდებ ამ ხელა ტვირთს, სიციფეს ლოდზე უფრო მძიმეა დღეს ასეთი საქმეები, რასაც თვითონული ჩვენგანი ვაკეთებთ სამწუხაროდ და ბარაქალა შენ რომ გავედე და მაინც არ გადაწყვეტი, მაინც გადაწყვეტე რომ ნათობი გეჩუქებინა საქართველოსთვის, გაგეცოცხლებინა, მიგეცა მისთვის სიცოცხლე, სინათლე, რა ვიცი, ყველაფერი რაც სჭირდება ქართულ სიტყვას და აი ბოლოს აქამდე მოგედადა ჩვენამდე. დიდი მადლობა ლევან ამისთვის. მე მიხარია რომ ახალგაზრდა კაცი ასეთი ჩვენ ხო დავკარგეთ სიტყვები მოღვაწე, ერისკაცი, აღარ ვხმარობ თავს სიტყვებს და არადა არიან ჩვენ შორის ადამიანები, რომლებიც მართლაც მოღვაწეები არიან, მართლაც ერისკაცები არიან, მე არ ვამბობ გენიალურ თაობას, რომელსაც აი ჩვენი ძვირფასი ადამიანები, ბატონი თამაზი, ვუყურებ ჩვენი წლის იუბილარს გამორჩეულს და მესამები, ბატონი რეზოდარის თითოეულ თქვენგან, აი ახალგაზრდებში რო არის მოღვაწე და ახალგაზრდებში რო არის ერისკაცი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 15 წლის ბიჭი თელავიდან გაიხედავდა რა ღონისძიებას ვერთია ეს სიტყვას ეხებოდეს ოღონდ და ის ზის დარბაზში და საოცარი სიყვარულით ეფერება ქართულ სიტყვას. ასე რომ ჩვენი მტერი, ანუ საქართველოს მტერი, იმიტომ რომ ვინც წერლობას და სიტყვას ეტერება, ის უპირველესად საქართველოს მტერია. სულ ტყუილად ფიქრობს, რომ ადვილია ქართველი მწერლის გამცირება და ქართველი მწერლის მძიმე მდგომარეობაში ჩაგდება. რაც არ უნდა იყოს მიეხედავ, მოიხედავ საქართველოს აღმოსავლეთიდან სამეგრელომდე გადახედავ საქართველოს და ანათებს ქართული მწერლობა, ანათებს ქართული სიტყვა. აი ახლა ჩვენ მსოფლიო ფესტივალი ქონდა, რამდენიმე დღეში ქუჯის საოცარი ფესტივალი აქვს. აი ესე შემოგვიდევე, რაღაცნაირად შეეცდებიან, რომ თითქოს დაგვაქციონ და ნათდებით და უფრო დიდი საქმეებისთვის ვიწყებთ ბრძოლას. გილოცავ ულოცავ ჩემს საქართველოს ბატონ დროზო, მე ვიცი თქვენი როგორი ნატურა იყო ნათობის გაცოცხლება და მინდა რომ მეც თქვენ გილოცავ. მინდა რომ თითოეულ ჩვენს დიდი ოჯახის წევრს ეს დღე მიულოცო. მე ძალიან კარგად ვიცი თითოეული თქვენგანის ფასი არა მარტო დიდი მწერლობის, რასაც თქვენ აკეთებთ საქართველოსთვის, ისიც კარგად მახსოვს, როგორ დადიოდით და როგორ ეხვეწებოდით იმ დროის ხელისუფლებას, რომ გალაქტიონის სახლი გაცოცხლებულიყო, როგორ ცდილობდით ნივთები მოგეგროვებიათ და როგორი სიყვარულით შექმნით აი საოცარი სახლი, რასაც ქვია გალაქტიონის მუზეუმი და თითოეული ეს ამბავი, ის რაც დღეს გონია, რომ თითქოს ჩვეულებრივი ამბებია, გაივლის საუკუნეები და არაფერი არ იკარგება სამყაროში. წყალი, წამე და წამოდენ ქვიშანი რჩებიან. ქვიშანი არის აი ეს, რაც აქ შეიქმნა თითოეული თქვენგანის ღვაწლი და თითოეული თქვენგანის თუნდაც ერთი უგდავის ტრიფონი. მოგესალმებით და მიყარხართ. ბატონ დროზე. ძვირფასებო, ისტორიული ფაქტის წინაშე დგავართ. ნათობი 100 წლის განმავლობაში და უფრო მეტისა ქართულ საზოგადოებრივ აზრს, ქართულ მწერლობას, ქართული მეცნიერების საუკეთესო ნაწილს წარმოადგენდა. ნათობს მთელი საქართველო უსმენდა და ჟურნალი
რომელიც ჯერ კიდევ მაშინ დაარსდა, როცა უკვდავი 60-იანელები ნათობდნენ ჩვენს საზოგადოებრივ ასპარეზზე, აგერა მე-20 საუკუნეში მე არ მინდა კონკრეტული გვარების დასახელება, იმათ თავიანთი უბედურება ეყოფათ, გულგრილობის გამო გაცივდა, მიინავლა და ჩაქვრა. დაუჯერებელი ამბავი იყო, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მნათობის გაქრობა ლიტერატურული ჰორიზონტიდან. თამარ შილაძეს, ბოლო რედაქტორს ნათობისას სახეზე იმხელა სევდა ეხატა, რო შევხვდებოდი მას, ესე იგი ჩვენი საუბარი იწყებოდა, როგორ ხარ ჩემო თამას და როგორ ხარ ჩემო რეზო კი არა, რეზო რა შვებით, მნათობის გაქრობა შეიძლებოდა, ნათობის სიკვდილი შეიძლებოდა, თამასმა იბრძოლა, რა ბრძოლაც კი შეეძლო ერთ მისი ხასიათის კაცს, მაგრამ კედელს გაუგებრობისას, კედელს უგუნურებისას, გულგრილობისას ვერავინ წინ ვერ აღუდგა და აი ჩვენს წინაშე დგას ახალგაზრდა კაცი. მე მქონდა საშუალება მეთქვა მის შესახებ, ლევან გორმანელის შესახებ, რომ შენ ჩემო ლევან გმირობა ჩაიდინე მეთქი. გმირობა აბა რა არის? დღეს ამ უსახსრობის ვითარებაში, დღეს რა დასამალია? ჩემი მაყვალას სიტყვაშიც გაკრთა ეს აზრი ძალიან ლამაზად. მაინც და მაინც დიდ პატივს არ ცემენ მსოფლიოს ამ ერთ-ერთი უძველესი პროფესიის წარმომადგენლებს. მაინც და მაინც დიდად არ მიაყურებენ ხოლმე მის სიტყვას საქართველოს გადასარჩენად ნათქვამს. მაშინ როცა გამომცემლობები ყველაფერი რაც კი მწერალს შემოქმედს დაეხმარებოდა მისი სიტყვა რომ ხალხამდე მისულიყო და გადაერჩინა თავისი უბედური ქვეყანა, მე არ მეშინია ამ სიტყვის თქმისა, გადაერჩინა ქართული ეროვნული აზრი, აი ამ ვითარებაში, ამ უმძიმეს ვითარებაში სიზიფეს ლოდი ასწია. აი ამ ახალგაზრდა კაცმა, ბატონმა ლევანმა, რო დამირეკა მან პირველად, რომ ბატონო რეზო ვაპირებ ნათობის გაცოცხლებასო, სიმართლე გითხრათ, ჩემს პრაქტიკაში რამდენიმე შემთხვევა იყო აი ასეთი წამოწყებისა, სურვილისა, ვერ დავიჯერე და აი გადამწვანებულია ახლა წერალთა კავშირის კლუბი და ყველას ხელში გიჭირათ ეს ჯიუტი ფაქტი. მნათობი გაცოცხლდა 1869 წელს გამოცემული ჟურნალი ქართულ ასპარეზზე, ქართული ლიტერატურისა უპირველეს ყოვლისა სიცოცხლეს იწყებს. ჩემო ლევან, შენ ქუთაისელი კაცი ხარ და შენი თავმდაბლობის და შენი ლამაზი ესთეტიკური რევერანსის ფილოსოფოსი ხარ, ამავე დროს გამოხატულებაა ის, რომ მე მაყვალას წერალთა კავშირის გამგეობას და წერალთა კავშირის ყველა წევრს და საქართველოს გამოუცხადე. მნათობი დაარსდა თბილისში და მნათობი მუშაობას გააგრძელებს საქართველოს სახელოვან
დედაქალაქშიო. მადლობა შენ ამისათვის. მაგრამ დიდი კადნიერება იქნება რეზო მიშველაძისგან, რომ გითხრა შენ ვანში დაბადებული და ქუთაისში დამკვიდრებული კაცი მიატოვე ახლა შენი გარემო, შენი წრე, შენი ქალაქი, დიდი და სახელოვანი ქალაქი ქუთაისი და თბილისში გადმოდმეთქი. ეს დრო ახლა აღარ არის. მასალების შეგროვებისთვის, მაგალითად, ცისფერი ყანწების ჟურნალში თუ გინდოდა რაიმე დაგებეჭდა, ქუთაისში უნდა ჩასულიყავი მატარებლით. ხელში მიგეტანა პაოლო იაშვილისთვის და მიგეცა. ახლა ელექტრონული პოსტით ყველაფრის შეგროვება შეიძლება მithumetes შენაერი ენერგიული კაცის მიერ, ორგანიზატორის მიერ მასალების შეგროვება შეიძლება და მადლობა ღმერთს კალმის კაცი შეიძლება ეს იმ სერდის გამო იყოს გამრავლებული საქართველოში, რაც საქართველოს ჭირს ჩვენ გავდივართ ახლა დიდ გზას ორიენტაციის პოვნისკენ. ღმერთმა იცის საით მიგვაქანებს ჩვენ ქარბორია ამ ძნელ და რთულ პოლიტიკურ ოკეანეში და აი ამ დროს შენ გამოაცხადე მნათობი და არაფერი სხვა. რატომ? მე მიმაჩნია მაყოლა რომ ეს არის თქმა მთელი ქვეყნისთვის. საქართველოს ლიტერატურული აზრი, ჩვენი გემოვნება ერთიანია ნათობთან, ნათობის მთელ გზასთან. სხვადასხვა ილია ჭავჭავაძის დროს რა პრობლემებიც იდგა საქართველოში ეროვნულობის შენარჩუნებისა, ერის შენარჩუნებისა და შეიძლება უფრო ნაკლებად ტერიტორიის შენარჩუნებისა, იმიტომ რომ არავინ არ გვათხოვდა მაშინ ტერიტორიას და ახლა საქართველოს ტერიტორიის 25% ტრის მიერ არის წაღებული. ეს ტკივილი ყველაფერი აერთიანებს. რა ქვითინი ისმის თქვენს წიგნებში ჩემო ძირფასო მეგობრებო, როგორც არ უნდა ალამაზებდნენ მავანი და მავანი ჩვენს ყოფას, რომ არ ნახული მოსავალი და არ ნახული მშვიდობიანობა და ყველაფერი კარგია საქართველოში. ჩვენ ხო ვხედავთ, რომ გავდივართ ამ მშვენიერი დარბაზიდან წერალთა კავშირისა, რა დღეშია ქვეყანა. ეს ერთიანობა ილია ჭავჭავაძის სკოლასთან, იმ ნათობთან და იმ ნათობთან, რომელიც თუგნებავთ მთელი საბჭოთა წყობილების დროს ადიოდა, იბეჭდებოდა, დადიოდა საქართველოში. ჩვენ ერთი წუთით არ გავშორდებით ხოლმე იმ თემებს, იმ პრობლემებს, იმ სადგებას. ერთმა ამჩატებულმა ლიტერატურის მცოდნემ, შენი კოლეგა, მაგრამ შენ არ გეცნობა, ჩემო ლევან, ის თბილისში მცხოვრები ქალბატონია, იმ ნაწარმოებებზე გოგი, რომელიც იბეჭდებოდა ნათობში. რა იყო ეს ნაწარმოებები? საუკეთესო კლასიკა ჩვენი, კონსტანტინე გამსახურდიას რომანები, მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიზნები, დიდოსტანის მარჯვენაც კი დაიწყო და დაიბეჭდა კონსტანტინეს მთელი საუკეთესო რომანები, მთელი ქართული პოეზია მე მახსოვს დიდხანს წლების განმავლობაში მნათობის პირველ გვერდზე იბეჭდებოდა ირაკლი აბაშიძის ლექსი, ამ დიდებული პოეტის ლექსი და ამას ყველაფერს თავისი დევნა შენგელაია, მიხეილ მრევლიშვილებით და
სერგო კუდიაშვილებით და სხვებით ამ ლიტერატურის მცოდნე გოგონამ რა უწოდა იცით? უტოპიური ლიტერატურა. თურმე უტოპიური ყოფილა ჯანყოს ხიზნები, თურმე უტოპიური ყოფილა მთვარის მოტაცება და ყველაფერი რაც დაიწერა და შეიქმნა უტოპიური ყოფილა გალაქტიონ ტაბიძის პოეზია. აი ჩემო ძვირფასებო, სანამდე მივყავართ ხანდახან ამ ჩატებას, ჩემო ლევან, დაწყება დიდი და ძნელი საქმეა. შენ ისეთი ღონიერი ბიჭი ხარ, რომ არ დაიხლები. ჩვენ ბებრები, უფროსი თაობა შეგვანჭრიე, ამოგვიყენებ გვერდით, რაც შეგვეძლება, რასაც დავწერთ, რასაც მოვიყვებით, ყველაფერს გამოგიგზავნით. ოღონდ არ ჩააქრო. ილია ჭავჭავაძე ამბობს, ჩვენ საქმის დასაწყისში ბევრი ჰაი-ჰუი ვიცით, მაგრამ საქმის ბოლოში ხანდახან ჩავქრებით და ჩავიჩუმქრებით ხოლმეო. ეს შენ არ დაგემართება. მე მაგალითად ერთი კაცი რეზო მიშველაძე ჩემი ხის კაცს დაეჯერება, რასაც ვამბობ, იმიტომ რომ მე რა ვიცი იქ დღეს ჩემი უკანასკნელი გამოსვლა საქართველოს მწერალთა კავშირში. მე მოვუწოდე საქართველოს კულტურის მინისტრს ქალბატონ თინათი რუხაძეს გულთან მიიტანოს ნათობის დაბადება, ეს ქართული დიდი ლიტერატურის გაგრძელების გზა. ჩემს საყვარელ ქუთაისში არაერთი ჟურნალი გამოდის, თვითონ აფინაჟი, აქ მაყვალამ თქვა ლევანის, გამოდის მშვენიერი გაზეთი უქიმერიონი, თეიმურაზ ნანჩევას რედაქტორობით, კარგი გაზეთია. გამოდის გაზეთი მწვანე ყვავილა, თბილისში გამოდის არაერთი ჟურნალი და გაზეთი, ლიტერატურული და სხვა მწერალთა კავშირის ორგანო მწერლის გაზეთი. მე უმთავრეს და უპირველეს ყურადღებას ახლა ხელისუფლებისას მიუმართავ ნათობისკენ, როგორმე გაისარჯეთ ქალბატონო თინა და გამოძებნეთ კულტურის სამინისტროში. მე ვიცი არის ამისი ფინანსური საშუალება მნათობის დასაფინანსებლად. მე არ ვიცი ყოველთვიურად გაქვს ჩაფიქრებული თუ ყოველ ორ თვეში ერთხელ შემოლევა ჯერჯერობით ორ თვეში ერთხელ და მე ვიცის ავტორთა გამრავლების და ფინანსური გაზრდიერების შედეგად შეიძლება ყოველ თვეშიც გამოვიდეს. თუ საყვარელო ქალბატონო თინა სიმპათიურო კულტურის მინისტრო ვერ მოიძებნა კულტურის სამინისტროში საკმარისი თანხა ამ ჟურნალის წელში გასამართავად, მაშინ ქართული მწერლობის სახელით, ჩვენი სახელით, საქართველოს ხალხური და მეცნიერული ინტელიგენციის სახელით თხოვე ბატონ ბიძინას. მე დარწმუნებული ვარ, რომ იგი გულის ყურით მოეკიდება ჩვენს ძახილს, ჩვენს თხოვნას და სულს შთაბერავს ახალ სიცოცხლეს მიცემს ჟურნალს, რომელიც მე დიდი სიხარულით მივიღე. მე ხელები მიცივდება, როცა ხელში ვიღებ ნათობს, ჩემს ნათობს, სადაც უამრავი ჩემი ნაცოდვილარი დამეჯდილა და ხელში მაქვს დიდი კარადა იმ ნათობის ძველი ნომრებით სავსე. გაუმარჯოს ამ დაბადებას, გაუმარჯოს ამ დასაწყისს და გაუმარჯოს ნათობის სვლას დიდ ოკეანეში ქართული კულტურისა. თქვენ გამიმარჯვეთ. დიდი მადლობა ბატონო რეზო,
შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვით, დიდი მადლობა ქალბატონებმა ყველა. შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვით და თქვენი ხარდაჭერა, თქვენი ეს ენთუზიაზმი და თქვენი განწყობა ყველაფრისადმი, თქვენი პირდაპირი ჩართულობით ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად ქართული ლიტერატურისათვის. ყველანი აქ ვინც ბრძანდებით, ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ ნათლობა უნდა გააგრძელოს გამოცემა და წლის განმავლობაში მინიმუმ 6 ნომერი მაინც უნდა გამოვიდეს. შეიძლება ყოველ თვეშიც გამოვიდეს და 12, მაგრამ ამას უკვე მომავალი გვაჩვენებს. უნდა მოხდეს ისე, რომ დაფინანსდეს და ეს პირველადი ნაბიჯი ჩვენ რაც გადავდგით, მოხდეს ამის განვითარება და გამტკიცება. ეს არის უპირველესი მიზანი ის, რომ ლიტერატურამ ჩვენ გაგვაერთიანოს სხვადასხვა სახის ტექსტების წარმოდგენა ამ ძირძველ და ძვირფას ჟურნალში, რომელიც მართლაც საოცრად ემოციურია თითოეული ჩვენთაგანისათვის და განსაკუთრებით თქვენი უფროსი თაობის წარმომადგენელთათვის. ჩვენთვისაც რა თქმა უნდა, მაგრამ თქვენთვის მით უფრო და თქვენ სიტყვებში ეს პირნათლად გამოხატეთ და ისე გულწრფელად და ემოციურად, სენტიმენტალისტურადაც კი გამოხატეთ და თითოეული ადამიანის გულში ჩამწნომია ის ფაქტი თვითონ, რომ ჟურნალი აღდგა. ჟურნალი ნათობი აღდგა. მე მინდა სიტყვა გადავცე ბატონ გიორგი გოგოლაშვილს, პროფესორ, აკადემიკოს, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს. ბატონო გიორგი. მოგესალმებით ბატონებო. მივესალმები აი ამ დიდ საქმეს. დასასვენათობის აღდგენა ქვია. როცა დამიკავშირდა თავის დროზე ლევან გორვანელი და მითხრა, რომ უნდა ვაპირებ აი ამას, სიმართლე გითხრა, ძალიან ემოციური იყო ის წუთები და ის ამები ჩემთვის, იმიტომ რომ მე ის თაობა გახლავარ, თაობის წარმომადგენელი, რომელმაც წიგნიერების სამყაროში შევაბიჯე დილისა და პიონერის მეშვეობით და შემდეგ გავიზარდეთ ცისკარისა და ნათობის. აი ამ ორ ჟურნალზე და ალბათ დამეთანხმებიან ყველანი, რომ ეს იყო ყველაზე ავტორიტეტული, აი ეს ნათობი იყო ყველაზე ავტორიტეტული ჟურნალი. ამის აღდგენა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი არის. ეხლა თავისთავად ცხადია, აღდგენა ძალიან ძნელია, მაგრამ გაცილებით უფრო ძნელია და რთულია გაგრძელება იმ საქმისა, რასაც კარგი და საწყისი ჰქონდა ეხლა და ეს მოვალეობას გაგისრებს. მე როცა მითხრეს, რომ აი ვაპირებთ ჟურნალის აღდგენას, უპირველეს ყოვლისა გამახსენდა ბატონო როზოსორებ თამაშ ჭილაძე. მე ვიცი ის განცდები ისისა და შემთავაზე სწორედ ჩვენს რედაქტორს, რომ მე აი ამ ნომერში თამაშ ჭილაძის შესახებ მივაწოდებდი წერილს. აქ არის ერთი წერილი, ჩემი წერილი თამაშ ჭილაძის შესახებ. ოღონდ აქ თავარი კიდევ რა არის, იცით რომ არის ასეთი იწყება წერილი ასე და ეს მინდოდა მე გამეხაზა, რომ დიდი საქმეა ენის დაწმენდა და ქართული მწერლობა უნდა იყოს ამ საქმის სათავეში. ეს მიხეილ ჯავახიშვილის სიტყვებია, თავის დროზე ნათობში დაიბეჭდა ეს 20-იან წლებში. ესე იგი, ქართული ენის დაწმენდა, წერლობა უნდა უთავკაცოს ამას, დროშამ წერლობა უნდა აიღოს და ჟურნალმა ნათობმა, მაშინ ნათობში დაიბეჭდა მიხეილ ჯავახიშვილის ეს საოცრად საინტერესო მონოგრაფიული ლამის ნაშრომი. ეხლა თავისთავად ცხადია, როცა ამას ვამბობდი და გულისხმობდი იმას, რომ ის დიდი რეფორმა, რომელიც თავის დროზე ჩაატარა ილია ჭავჭავაძემ 60-იან წლებში, იმ რეფორმის დამკვიდრება ჟურნალისა და გაზეთის გარეშე შეუძლებელი იყო. 62 წელს, 61-ში დაიწყო ეს რეფორმა, 62 წელს ბეჭდავს ილია ჭავჭავაძე წერილს, რომ საჭირო არის ახალი ჟურნალი. საქართველოს მოამბიზია ლაპარაკი, რომელიც დაამკვიდრებს აი იმ პრინციპებს, რა პრინციპებით ჩვენ შემოვიდეთ სენის რეფორმას რაც ეხებოდა. და ერთი წელი არსება ამ მერე გამოდის დროება, გაზეთი დროება, გიორგი წერეთელი, სერგეი მესტე მიეცეთ ყურადღება ერთ ძალიან საინტერესო დეტალს. აი ამ
პრესის, ესე იგი, ჟურნალისა და გაზეთის მეშვეობით ხდება ფაქტიურად დამკვიდრება იმ პრინციპებისა, რომელიც გაატარა ილია ჭავჭავაძე თავის რეფორმაში. რომ არა ეს ჟურნალგას ვერე ივერია მოდის, ვერე აგერ ათობი ამოუდგა გვერდში, რომ არა ეს ჟურნალ გაზეთები ის რეფორმა ვერ გაიმარჯვებდა ვერანაირად და ის პრობლემები, რაც ილია ჭავჭავაძე მაშინ მოაგვარა თავისი აი ამ მისმა თაობამ ამ რეფორმით, დღესაც პრობლემებად გვექნებოდა ჩვენ ამაში მე ღრმად ვარ დარწმუნებული. აი ეს არის ის როლი და მნიშვნელობა ქართული სალიტერატურო ენისათვის, რაც ეკისრება აი ამ ჟურნალსა და რაც შეასრულა ამ ჟურნალმა 68 წლიდან მოყოლებული, 69 წლიდან მოყოლებული დღემდე ძალიან დიდი როლი. აი ეს არ უნდა დაიკარგოს. ეს გზა არ უნდა დაიკარგოს, ეს მნიშვნელობა არ უნდა დაკარგოს ჟურნალმა და ეს არის ძალიან დიდი მისია. ეხლა აქ როცა ვთქვი რომ თამარ ჭილაძეს შესახებ მე ერთი ფაქტს მივაქციე ყურადღება. როცა საკითხი დადგა იმის შესახებ რომ კანონი უნდა შემუშავებული იყო ქართული ენისა, მაშინ რაღაც პრობლემები შეიქმნა და იმ დროს გამოაქვეყნა თამარ ჭილაძემ წერილი რომ ახლა დავთმოთ თავისუფლება, რაღაც პრობლემები შეექმნა ქართული ენის შესახებ კანონს. ეს წერილი გავიხსენე და ის დამსახურება რაც თამარ ჭილაძეს როგორც რედაქტორს, როგორც მწერალს უპირველეს ყოვლისა მიუძღვის ქართული სალიტერატურო ენის კანონის შემუშავების შესახებ საქმეში და ქართული სალიტერატურო ენის დამკვიდრების საქმეში. აი ეს მიდოდა გამეხაზა როგორც მაგალითი. სწორედ იმიტომ ქალბატონო მაყოლა რომ და როცა მიხეილ ჯავახიშვილი იმას ამბობს რომ ქართულმა მწერლობამ უნდა უთავკაცოს ენის დაწმენდის საქმეს, მაშინ ჯავახიშვილის გამსახურდია დაუდგა უპირველეს გვერდში და უთხრა რომ ეს ისეთი საპატიო საქმეა ენის სიწმინდისათვის ბრძოლა, როგორც ხმლით დაცვა საკუთარი სამშობლოის. ეს ცნობილი შეგონებებია ერთისა თუ მეორისა. აი ასე მოდიოდნენ და შემდეგ დავაც კი იყო და კამათი იმის შესახებ პოლემიკაც კი ვის ეკუთვნის პირველობა ენის პატრონობაში, მწერალს თუ მეცნიერს და მაშინ ეკამათებოდნენ გამსახურდი ეკამათებოდა თქვა არნოლდ ჩიქობოვოს, ვარლამ თოხურიასა და სხვებს რომ და მათ უთხრეს რომ მართალი ხარ შენ, თქვენ ხართ ბაღის გამშენებლები მწერლები და ჩვენ აგრონომები, ეს უთხრა ჩიქობოვამ. აი ეს ერთობა იყო მაშინ ბაღის გამშენებლებისა და აგრონომებისა, მწერლებისა და მეცნიერებისა და აი ეს ერთობა აქ უნდა ჩანდეს და აქ არ უნდა დაიკარგოს. აქ უნდა იყოს. მე მგონია რომ ძალიან დიდი საქმე კეთდება ამეთი და ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. მე ლევანთან დიდი ხანია თანამშრომლობ, მეგობრობ და მე ალბათ არ გამიჯავდება თუ ვეთქვი რომ მეტი პასუხისმგებლობა შეიძლება გადაიტანოს კოლეგიაზე, ვიდრე ამჯერად თქვათ არის და ძირითადად თქვენ მხოლოდ საკუთარ თავზე მოაიღებთ იმ ძიმე ტვირთს, როცა ამ საკმაოდ დიდი და საინტერესო კოლეგია გყავს, იმიტომ რომ ეს პასუხისმგებლობას თქვენს გაზეთის კოლეგიისაცაც და შუღმას თავისთავად ხადია. და ერთიც ეხლა რომ გადავშალე, ალბათ ცოტა დიზაინსაც სამგვერდზე გაშლილი საჩემი ცოტა არტოვებს ისეთ გამოსდავით რაღაც მასალა იყო მოცულობითი და შესაბამისად საბჭევი ორგვერდზე ვერ არა, როგორც იქნება ყოველ შემთხვევაში, როგორც მე მგონია რომ ეს თანდათან დასაწყისის გასაგებია, მაგრამ თანდათან ყველაფერი უნდა დაიხვეწოს, ყველაფერი დაიხვეწება და მნათობი უნდა იყოს მნათობი. ის მნათობი აი უკანა გვერდზე როა ხატია და რომელიც გვახსოვს ჩვენ როგორი გამოდიოდა რა გამოდიოდა, დღესაც კი მახსოვს თქვა ის პირველი გვერდის მახსოვს, მეორე გვერდის და მახსოვს ბოლო გვერდის გაასაჭებად ვიზუალურად როგორი იყო ის. რატომს უნდა ქონდეს ვიზუალურად თავისი საქმე, უნდა ქონდეს თავის შინაარსობრივად და მე მზადა ვარ ყველანაირად დაგიდიგებ გვერდში, აი ამ დიდ საქმეში გილოცავ და ისურვებ წარმატებას, ხნეობას, რაც მთავარია. და რა თქმა უნდა ახლა ხარდაჭერა და რაც ბატონმა რესურსებია ეს რა თქმა ეს აქედან წავა თავისთავად ცხადია და ჭირდება ხარდაჭერა ჩვენგანაც ეს იქნება მკითხველები, ავტორები და თუ სხვა და მე იმედი მაქვს რომ ეს ასე გაგრძელდება და მხოლოდ გამარჯვება და მხოლოდ წესვალეულია. დიდი მადლობა.
მადლობთ ბატონო გიორგი, ყოველთვის გრძნობს თქვენს მხარდაჭერას და პირდაპირ აქტიურ ჩართულობას ჩვენი თანამშრომლობით, ჩვენი მეგობრობით. ჯერ კიდევ აფინაჟიდან იწყება ჩვენი თანამშრომლობა, არაერთი თქვენი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექსტი დამეჯლილა ჩვენთან და ასე გაგრძელდება მნათობის შემთხვევაშიც და ეს აქტიური თანამშრომლობა კიდე გამოისხამს არაერთ ნაკობს და სიამოვნოს, რაც ყველა მკითხვებს თელ საზოგადოებას დადებითად მოეფინება, დადებითად გამშვალავს და ლიტერატურით დაინტერესებს ჩააღრმავებს ვნებავთ მეცნიერებით. და ეს სინთეზი მართებულად აღნიშნეთ მეცნიერებისა და ლიტერატურისა, ის თანხვედრა ერთობა მეტად მნიშვნელოვანია და მნათობისთვის მითუხუ ეს არის გამოყრელი, სადაც ლიტერატურული და მეცნიერული ტექსტები თანაარსებობენ და არიან წარმოდგენილი იმ თვალსაზრისით, მთელი შინაარსით და მთელი პათოსით. ბატონ ბაღათერ არაბუზთხოვ სიტყვას პოეტს, მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარეს და კარგ ადამიანს მოგზავნით. მოგესალმებით, ძვირფასო მეგობრებო. მართლაც მნიშვნელოვანი დღე არის დღეს. დღევანდელი მე ვიტყოდი, რომ ერთგვარი გმირობის ნიმუშიც არის, იმიტომ რომ დღეს როდესაც არაერთი ლიტერატურული ჟურნალი, არაერთი ლიტერატურული გაზეთის არსებობა ფაქტობრივად არის სათუო გახდა სხვა მიზეზების გამო, კითხვის შემცირების გამო, თქვა იგივე დაფინანსების ხელშეწყობის არქონის გამო, აი ამ დროს ახალგაზრდა კაცი ლევანი აკეთებს მე ვიტყოდი მნიშვნელოვან საქმეს. ეს არის გმირობის ტოლფასი საქმე, მე ასე ვიტყოდი და მე მინდა გავუმოწმოთ ამ კაცს, ამ ღირსეულ კაცს, რომელმაც გაბედა და აღადგინა ჟურნალი. 157 წლის შემდეგ გამოდის ჟურნალი აღდგენილი და წარმოაჩენს მთელ ქართულ ლიტერატურის ამ პანორამას, რაც არსებობს დღეს საქართველოში მეტნაკლებად. და მე ერთ რამეს ვიტყვი, რომ პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ეს ჟურნალი გამოიცა მისასალმებელია და ჩვენ ყველანი ვამაგიერებთ ამ ფაქტს, რომ არის მნიშვნელოვანი ფაქტი, მაგრამ თუ არ იქნება ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან, ამაზე ილაპარაკა ბატონმა რეზომაც, ბატონმა მაკალამაც, თავისთავად ცხადია, ჟურნალი ვერ გააგრძელებს მუშაობას. მე მუშაობდი წლების განმავლობაში ცისკარში და ცისკარს რამდენიმე წლის წინ მე მივანიჭებინე იმ პერიოდში არამატერიალური კულტურული ძეგლის სტატუსი. შემდეგ მასალების საფუძველზე მიენიჭა იგივე განთიაც. მასალები გავიზარდო ჩვენ და განთიაცაც მიენიჭა ქუთაისის შოველის გამოდის ჟურნალი. მოძიებულ და ახლა იმ მასალები მე აღარ ვიცი, რა წარმოდგინე ჩვენ პორჟეტრაში მოვიცი და მასალების საფუძველზე ძეგთა კულტურის სამინისტროში მე მგონი გადაიტანეს მერიაში, აღარ ვიცი ზუსტად ახლა დღეს როგორ არის ამ მინიჭების საქმე როგორ კეთდება, პორჟეტრაში მაშინ კულტურის სამინისტროსთან არსებობდა და იქ ნაცნობიც უკვე მაგრამ არ ვიცი იქ არის თუ არ არის. ამას უნდა აუცილებლად მხარდაჭერა ხელისუფლების მხრიდან და კულტურის სამინისტროს მხრიდან, რა თქმა უნდა, მერიის კულტურის სამსახურის მხრიდანაც, იმიტომ რომ ერთხელ მერიის სამსახურის მაშინ რაღაც ქალი მუშაობდა კულტურის სამსახურის უფროსად და მივედით მასთან და მან გითხრა, რომ წიგნების და ჟურნალების გამოცემას ჩვენ არ ვაფინანსებთ. მე ვთქვი, ესე იგი აფინანსებენ ქუთაისში, აფინანსებენ ბათუმში, აფინანსებენ სხვა ქალაქებში და თბილისში რატომ უნდა აფინანსებენ წიგნის გამოცემას ან ჟურნალის გამოცემას? მე მოხდა ისე, რომ გიალი ბეგაშვილი იყო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მაშინ ჩვენ ფაქტობრივად გადავარჩინეთ ჟურნალი ცისკარი და გიალი ბეგაშვილის დახმარებით აღვადგინეთ გამოცემა და თბილისი მერი აფინანსებდა. და ახლა რადგან კულტურის ძეგლის სტატუსი მიენიჭა ჟურნალ ცისკარს, უკვე მას ავტომატურად სახელმწიფო ინახავს, სახელმწიფო დაფინანსების ქვეშ არის უკვე მოქცეული ჟურნალი ცისკარი და ეს არ გაუხდება. ამიტომ შემოლევან თავარია ხელისუფლებასთან კონტაქტების დამყარება, ჩვენი წერილი დაგჭირდება მწერალთა კავშირის სხვადასხვა ორგანიზაციების შემდეგ ჩვენ მზად ვართ ყველანი ხალხი დაგეგმეთ, იმიტომ რომ ეს არის ეროვნული საქმე, ეს არის აუცილებელი საქმე. დღეს რა თქმა უნდა, მაშინ როდესაც სკოლებში სწავლა მოშლილია, უაღრესასწავლებელში მოშლილია სწავლა, ბავშვებს ლიტერატურასთან, წიგნთან, ჟურნალთან კავშირი არ, კონტაქტი არ აქვს.
იკარგება გემოვნება, კარგავენ ისინი თავისი შეხედულებებს, დამოკიდებულებს, ექცევენ ვიღაცების გავლენების ქვეშ და ამ დროს ასეთი ჟურნალები არის სწორედ ძეგლი, რომელიც სანთელის და აი ღვთაებრივი ძალის მქონე არის. Ამდენად ყველა მხედველთა შეუწყო ჩვენოც ვიფასებო. Გავუმარჯოს ლევანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ხარში დაუდგება ლევანს და ვინც მის გვერდზე იქნება ამ დიდ ბრძოლაში, ამას ბრძოლა ჰქვია, კულტურის გადასარჩენად, ლიტერატურის და მწერლობის გადასარჩენად. დიდი მადლობა ლევან. დიდი მადლობა თქვენ ბატონო ბაღათერ გაუმარჯოს რედკოლეგიის ყველა წევრს. მე ასე გეტყვით და ამ გახსენებაზე რედკოლეგიის წევრებს წაგიკითხავთ. აი თქვენ თითოეული თქვენგანი გაეცნობით, მაგრამ მეც მინდა გაგაცნოთ ისინი. და რადგანაც ზოგიერთი მათგანი გახლავთ ქუთაისიდან, ამ შემთხვევაში ჩვენი ძვირფასი ქალაქიდან ვერ მოახერხეს დღეს სამწუხაროდ მათ ჩამოსვლა და ისინი მაინც სოლიდარული ჩვენთან არიან, მაგრამ ეს დღეს ვერ დაესწრენ სამწუხაროდ ევანდელ ჩვენ შეხვედრას. ახლა წაგიკითხავთ სარედაქციო კოლეგია თორნიკე ფახურიძე რედაქტორის მოადგილე, რომელიც აქ იმყოფება, ფილოსოფოსი და ტექნიკური ინჟინერი, ბადრი ფორჩხიძე, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, მირიან ემანოიძე, ფილოსოფიის დოქტორი, პროფესორი, მწერალი, ავთანდილ ნიკოლეიშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, მწერალი, ნინო დარბაისელი, ფილოლოგიის დოქტორი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პოეტი, პუბლიცისტი, ესეისტი, მთარგმნელი, ეთერ სადაღაშვილი, ჟურნალისტიკის მაგისტრი, პოეტი, მთარგმნელი, სხვადასხვა ხალბატონ ეთერი ერთ-ერთი პირველი იყო, ვისაც ჩემი იდეა და ჩანაფიქრი გავაცანი. ის ახლა არ იმყოფება საქართველოში და გამომდინარე აქედან ვერ ესწრება დღევანდელ შეხვედრას და მთელი სულითა და გული, მთელი შთაგონები ჩვენთან არის ის, რამე თუ მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ ჟურნალ ნათობის აღდგენა და ეს ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვისაც მე ჩემი ჩანაფიქრი და იდეა გაუზიარე. ბაბალა გოდაშვილი, ხალბატონი ბაბალა, ჟურნალისტიკის მაგისტრი, პოეტი, მთარგმნელი, საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე, რუსთაველის პრემიის ლაურეატი. კიდევ ერთხელ მივესალმები მას, მოგესალმებით ხალბატონო ბაბალა და თქვენი შემოქმედებით, თქვენი მნიშვნელობით, თქვენი მოღვაწეობით მიხარია, რომ ემსახურებით ქართულ ლიტერატურას, ქართულ კულტურას და აღდგენილი ჟურნალი ნათობი 1869 თქვენი პირდაპირ მხარდაჭერითა და ჩართულობით, როგორც ინსტიტუციურად მწერალთა კავშირისა, ისე პიროვნულად თქვენი, როგორც მაკვალა გოდაშვილისა, პოეტისა და საზოგადო მოღვაწესა, არის ეს ჩართულობა თქვენის მხრიდან და ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და სასიხარულო. მე რაგი ახლოს ვზივარ, რომ დამავალო, რომ ვაკოცო, გაბადონი მაყურეს შეიძლება. რა თქმა უნდა, ბატონო ლეზე. გაიგეთ. რაღაცა პოზიციება გვაქვს და შემოდიან ჩვენი მწერლები და ასაკოვანი ადამიანები და ერთს ვამოცებ, მეორეს ვასაბეთ და რეზუმება რა არისო ბაბალა ეს თემი ასაკოვანი მამაკაცები რომ ჩამოგოცნოდა. მე ვთხარი ბატონ დრეზო ხონდორარი არა მაგ და გოცნით მაინც. ნუ მაშინ ახალგაზრდა ვიყავ, ეხლა ჩემი გოცნაც არ არის, მაგრამ რას ვცად. გაიგეთ. აბსოლუტურად ხონდორარია. გაიხარეთ რაულ ჩილაჩავა, ფილოლოგიის დოქტორი, პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, აკადემიკოსი, სხვათა შორის რამდენიმე წუთის წინ დაურეკე მას და ვერ შეძლო მოსვლა რაღაც ოჯახური პრობლემების გამო, არადა უნდა მოსულიყო და მთელი გულითა და სულით აქ არის ახლაც და აქედან მივესალმები მას, მისი მოღვაწეობა და მისი საზოგადოებრივი ეს აქტიურობას არ ქვია მას, ეს არის ჭეშმარიტად მოღვაწე ადამიანი, რომელიც თავის პოეტური, თავის მთარგმნელობითი საქმიანობითა და მოღვაწეობით მართლაც უდიდეს კვალს ტოვებს ქართული კულტურისა და ლიტერატურის ისტორიაში. ბატონი რევაზ მიშველაძე, სახალხო მწერალი, ფილოლოგიის დოქტორი, მწერალი, ნოველისტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი,
პროფესორი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე. კიდევ ერთხელ გამარჯობა ბატონო რეზო და ღმერთმა გაგიბარჯოთ თქვენი ჭეშმარიტი დამოკიდებულებისათვის იმ გულთბილი, გულითადი ენთუზიასტური განწყობისათვის, რაც ჟურნალ ნათობის აღდგენისადმი თქვენ გამოხატეთ და იმ თქვენი სიტყვისადმი, თქვენი ტექსტებისადმი და საერთოდ თქვენი ლიტერატურული მოღვაწეობისათვის, რასაც ამდენი წელია ჩვენს საზოგადოებაში აკეთებთ, თესავთ ლიტერატურას, თესავთ იმ კეთილშობილებას, რაც მოაქვს ჭეშმარიტ ლიტერატურას. იმიტომ რომ ჩვენ ჭეშმარიტი ლიტერატურა უფრო გვაკეთილშობილებს და უფრო უკეთესებს ვხდის, ვიდრე თქვათ აქამდე ყოფილვართ, შეიძლებოდა ყოფილიყავით. გიორგი გოგოლაშვილი, ფილოლოგიის დოქტორი, ენათმეცნიერი, პროფესორი. ბატონო გიორგი, რამდენიმე წუთის სიტყვას ბრძანეთ და თქვენი ეს ჩართულობა, თქვენი აქტიურად თანამშრომლობა ჩვენთან და ეს ჩვენი ურთიერთობები გრძელდება და ძალიან მიხარია, რომ ასეთი აქტიური ბრძანდებით ყოველთვის თქვენი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტექსტებით ანებიურებთ მკითხვებს და ანებიურებთ იმ ადამიანებს, ვინც ერთგულია ლიტერატურისა და მეცნიერებისა. თქვენი ენათმეცნიერული მოღვაწეობა ყველასთვის ნათელი და ცნობილია და ის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური მონოგრაფიები თუ ცალკეული ტექსტები, რაც თქვენ შეგიქმნიათ, თქვენი ჩართულობა ჟურნალ ნათობის მუშაობაში, ჟურნალ ნათობი 1860 წლის მუშაობაში, ვიცი იქნება აქტიური, ვიცი იქნება პროდუქტიული და იმ მიზანს, ჭეშმარიტ მიზანს მოემსახურება, რასაც რედკოლეგიის თითოეული წევრის მოღვაწეობა. ბაღათერ არაბული, ინჟინერიის მაგისტრი, პოეტი, ხელოვნებაცოდნე, რედაქტორი, საქართველოს მწერალთა კავშირის თანათავმჯდომარე. იცოცხლეთ ბატონო ბაღათერ, თქვენი ჩართულობა, თქვენი მხარდაჭერა, შესანიშნავი სიტყვა ბრძანეთ და ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ერთმანეთს, მართალია ხშირად ვერ ვხვდებით, მაგრამ ჩვენი პოეტური ნაწარმოებებით, ჩვენი მეგობრობა ასე გრძელდება და თქვენი ჩართულობა და მუშაობა ვიცი რომ იქნება საინტერესო, პროდუქტიული და რა თქმა უნდა გამოიგებს შედეგს ჟურნალ ნათობი 1860 წლის მუშაობაში. ზაალ მოტკოველი, ფილოლოგიის მაგისტრი, მწერალი, პუბლიცისტი, რედაქტორი, კრიტიკოსი, ბატონო ზაალ, მოგესალმებით. თქვენი ტექსტი ახლაც დაიბეჭდა აღნიშნულ ნომერში, ბატონ ბაღათერზე გახლავთ ეს ტექსტი, მეტად საინტერესო, მნიშვნელოვანი კრიტიკული დარკვევია და კიდევ მრავალი ასეთი ტექსტი შეგექმნათ და გაგეხარებიოთ ჩვენი მკითხველი, თქვენი მუშაობას მნიშვნელოვანი იქნება, რასაკვირველია ნათობი აღდგენილი ნათობისათვის. ზაურ ნაჭყებია, რომელიც დღეს უნდა მოსულიყოს, აქ ვერ ვხედავ, მე მოახერხა მოსვლა, ფილოლოგიის მაგისტრი, კრიტიკოსი, რედაქტორი, გამომცემლობა ივერიონის ხელმძღვანელი, ვიცნობთ ბატონ ზაურს, საინტერესო კრიტიკოსია. თეიმურაზ ლანჩავა, ფილოლოგიის მაგისტრი, პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, სახალხო მწერალი. თეიმურაზი ლანჩავა ჩემი მეგობარია. ქუთაისში ბრძანდება ის, როგორც მოგეხსენებათ, ახლა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, აქედან მივესალმები მას, მისი მოღვაწეობა ქუთაისში ამ რეგიონალური მნიშვნელობით ნაცნობია, ცნობილია თქვენთვის, ის გამოცემს, როგორც ბატონმა რევაზ მიშველაძემ აღნიშნა გაზეთ უქიმერიონს და უკვე მრავალი წელია გამოიწერა ეს გაზეთი, მაღალი დონის გაზეთი და თემურის მოღვაწეობა, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, მისი როგორც ლიტერატურული მოღვაწეობა, ისე საზოგადოებრივი ჟურნალ გაზეთების გამოცემით ასე შემდეგ მნიშვნელოვანია, უდაოა და დასაფასებელია და ვისურვებდი, რომ თემურიც აქტიურად ყოფილიყოს ჩართული აღდგენილი ნათობი 1860 წლის მუშაობაში. აქედან მოვიკითხა მას და მივესალმები. ბატონი გივიჩი ღვინაძე, აქ ბრძანდება ჩვენი მეგობარი, ძვირფასი ადამიანი, პიროვნება, ფილოლოგიის მაგისტრი, პოეტი, პროზაიკოსი, რედაქტორი, პუბლიცისტი. ის რედაქტორის გახლავთ, ის გახლავთ თავად არაერთი წიგნის ავტორი, არაერთი თხზულების ავტორი, პოეტის გახლავთ ის და თქვენი ჩართულობა ბატონო გივი, ეს იქნება მნიშვნელოვანი და საჭირო ჩვენი მუშაობისათვის. და ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ თქვათ მოხდა
ჩვენი შეთანხმება, შეხმიანება ამ საკითხზე, რომ თქვენ ჩვენი რედკოლეგიის წევრი ყოფილიყავით. მე ვაფასებ პიროვნულ თვისებებს ადამიანში შეიძლება ის ძალიან კარგი მწერალი იყოს, მაგრამ პიროვნულად უვარგისი იყოს და ჩვენ უვარგისი ადამიანები აქ არ გვყავს და არც გვაინტერესებს ვინ არიან და როგორ არიან, შეიძლება რაღაცებს წერდნენ, მაგრამ ის ნაწარმოებებიც არ იქნება ჭეშმარიტად სუფთა და გამჭვირვალე, ჭეშმარიტად სიღრმისეული, კეთილშობილური და ასე ვთქვათ, ისეთი როგორიც უნდა იყოს ჰუმანისტური ნაწარმოებები, თუ პიროვნება არ არის კარგი და პიროვნებაში არ არის მაინც ის თვისებები კეთილშობილური და ჩვენ აქ ვინც ვართ შეკრებილნი აქ ჩვენი კეთილის მსურველთა რიგებში, ვინც მოგვიაზრებია აქ, ვისაც მოვიაზრებთ და გახლავთ ჩვენი კეთილი მსურველები, ასეთი ადამიანები ყოველად კარგი და კეთილშობილი ადამიანები გახლავთ. ახლა დიფერენციაცია ხდება, გინდა არ გინდა, მაინც ხდება. რაღაც კეთილშობილება, რაღაც ბოროტება და ობსკურანტიზმი. ობსკურანტები ჩვენ არ ვაკრია ახლა. არც ამ სფეროში და არც სხვა სფეროში, მაგრამ ძაღლი წერდა ქარავანი, მიდიოდა ქარავანი ყოველთვის აგრძელებს. სულაც ჭეშმარიტებისაკენ, რაღაც ძაღლები ხებენ და ყოველთვის იხებენ ჩვენ ამაზე ყურადღებას არასოდეს არ გავამახვილებთ და ის მოჩენილი ინტრიგანები, რომელთა წარმოადგენლები შეიძლება ამ დარბაზის არიან, არ ვიცი, შეიძლება არ იყოს, შეიძლება არა. ყველას იცნობს, ყველას არც იცნობს. შეიძლება მე ყველა ვიცნობს, უმეტესობას, მაგრამ ზოგიერთებს შეიძლება არც ვიცნობთ. და ასეთები და იმ ადამიანებს და ყველას გადაეცეს, რომ ჩვენ ვართ ჭეშმარიტების მხარეს, ჩვენ ვართ სიკეთის მხარეს და კეთილშობილების მხარეს, რაც არის ლიტერატურული ფასეულობა. ლიტერატურული ფასეულობა ამით ხდება ცხადი და ამით ხდება დაბალი. პოეტიშვილი ჩვენი მეგობარი ბათუმელი კაცია, ეს პოეტია. აი დავაწერე. პოეტიშვილი პოეტი. არანაირი თქვა ეს რეგალია და არაფერი ამას მე ასე დავაწერე. პოეტი გახლავთ ეს კაცი და ვერ მოახერხა შაურს და კეთილშობილი კარგი ლექსების პატრონია, კარგი ლექსების ავტორია და ერეკლე ბეჟუაშვილი. ბოლოს იმიტომ წერიხარ, აქ არ არის გამსხვერპლობა, ბოლოსში ეწერები თუ თავში, მაგრამ შენ ხარ 15 წლის პოტენციალი დიდი ბიჭიერი კაცი და თელი ცხოვრება წინა გაქვს და შენი მოღვაწეობით, შენი შრომით დღეს რასაც აკეთებ შენ, ეს არის დასაფასებელი. და მე ყველას მეუბნები ამას, შენი ნიჭიერებით და შენი სწრაფვით შენ მოიპოვი ადგილი შუუდან ნათობი 1860 წლის რედკოლეგიაში და არა რაღაცეების გამო, არამედ იმის გამო, რომ შენ ხარ გონიერი ახალგაზრდა, შენ ხარ ჭეშმარიტების მხარეს, შენი ნაწარმოებებით, შენი კაცური და პიროვნული ღირებულებებით და მომავალში გაგრძელდება ეს და მთებს შეისხავს უფრო მეტად, როგორც შენ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება და აქვე გლოცავ და გისურვებ ყოველივე საუკეთესოს. გაგიმარჯოს ერეკლე და სიტყვითაც გამოყვან შენა. ეს ერეკლე ბეჟუაშვილი ვიცნობ შორიდან ამ ადამიანს და ახლოდანაც გამის. და ამით დასრულდა ჩვენი რედკოლეგიის წარდგენა. მე უპრიანად ჩავთვალე და საჭიროთ რომ ეს წარვედგინა თქვენთვის თითოეული მათგანი. ახლა ვაგრძელებთ თქვენის ნებართვით სიტყვით გამომცვლელთა წარდგენას, მოხმობას. აქ გორელი კაცი გახლავთ, პოეტი, თავად ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, პროფესორი, გორის უნივერსიტეტის პროფესორი, ბატონი დავით ახლოური. მოგზაურობთ ბატონო დავით და ორივე სიტყვა ვიხარით. ასევე მოღვაწე კაცი. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და პირველ რიგში და თითოეულ თქვენთან განსხვავებული გამოხატო ჩემი დიდი სიყვარული და პატრიოტიზმი. და მოხარული ვარ რომ ვარ ძალიან საინტერესო საყურადღებო და თავარია ისტორიული დღის მონაწილე. მართლა ნათობი რომელიც წარმოადგენს უწყვეტ ჯაჭვს მე-19-21 საუკუნეებისა და ასე მგონია ახლა მარტო ჩვენი თანამედროვენი კი არა აქ იმყოფებიან სწორედ აი სამი საუკუნის მოღვაწენი ვინც ზრუნავდა ნათობზე ვინც სული ჩაუდგა ამ დიდებულ შურნას და გამოატარა ის სახელოვანი გზა რითაც დღეს ამაყობს ქართული მწერლობა და რითაც ამაყობთ ჩვენ რომ ეს გზა გავაგრძელებთ. დიდი საქმე გააკეთა რა თქმა უნდა ბატონმა ლევონმა რომელიც არის არა მარტო კარგი პროფესიონალი
მოღვაწე როგორც ფილოსოფოსი, მწერალი, მეცნიერი, არამედ როგორც ჭეშმარიტი მამულიშვილი, რომ სწორედ აი ამ საქმეს მოკიდა ხელი, მე შესავარში ვისმენდი მის სიტყვას, მის გზნებარე სიტყვას, მართლაც და ესეთი ვაშკაცური შემართებით აღნიშნა, რომ მე ჩემი უნებით, ჩემი შემართებით, ჩემი კაცობით დავიწყე ეს საქმეო, მე მჯერა რომ მარტო დასაწყისი კი არ იქნება ასეთი წარმატებული, არამედ გზა, რომელიც უნდა გაიაროს ნათურმა 1869 აი ამ დიდებულ რედკოლეგიასთან ერთად, რომელიც გაგვაცნო რედაქტორმა, იქნება წარმატებული და იქნება ღირსეული. რაც თავარია დასაწყისი არის შესანიშნავი. მე გავეცანე ჟურნალს გადავხედე ჯერჯერობით და მაქვს სიამოვნება, რომ თავიდან ბოლომდე წავიკითხო თითოეული მასალა, რომელიც აქ არის განთავსებული. ისეთი შესანიშნავი ნაწარმოებები, შესანიშნავი ავტორები, ეს არის დღეს ქართული ერეთის ჟურნალი, შეიძლება ითქვას და მე ვისურვებდი, რომ ეს თამასა შეენარჩუნებინოს და ლევანი შეძლებს ამას, რომ შეენარჩუნოს ეს. რამდენჯერმე გაჟღერდა ის, რომ ჩვენ არაერთი ლაფი მივიღეთ გვესროლეს სამბოლო ხანებში, პირველ რიგში ჩვენს თავმჯდომარეს, რომელმაც მწერალთა კავშირი შეენარჩუნა, შეიძლება ითქვას და უღირსობაა, რომ ეს ვერ დაინახო. პირველ რიგში ეს შეიძლება ითქვას და მერე დანარჩენი და ეს რა თქმა უნდა არ გვაფიქრებს, არ გვაღელვებს არც ერთ ჩვენთაგანს ვინც ვილანძღებით. თავარია რომ ის საქმე ვაკეთოთ და იმ საქმის გჯეროდეს, რაც უფალმა დაგვაკისრო. ყველას გვაქვს ჩვენი მისია, როგორც პოეტი ბრძანებს, ღმერთი არავის ისე არ მოავლენს სამ ქვეყანაზე, რაღაცაში ვჭირდებითო და აი ეს კაცი სჭირდება აი ამ საქმისთვის, რომ ასეთი შესანიშნავი საქმე გააგრძელოს და ნათური გამოსცეს. ბატონი რევაზი არავის არ გვეპარება ეჭვი, რომ სწორედ იმ საქმისთვის დაიბადა, რა საქმესაც მთელი თავის ცხოვრება ემსახურა და ალბათ იმაყოლაც ბუნებრივია, მე ამაში ვარ დაწმუნებული, რომ უფალმა მოავლენა იმისათვის, რომ დღეს წარუძღვეს წინ ქართულ მწერლობას, წარუძღვეს ერთს და ღირსეულად გამოატაროს ეს მძიმე განსაცდელი. და კიდევ ერთი რაც განსაკუთრებულად მინდა აღნიშნო, ბატონი რევაზის სიტყვები მახსენდება მწერალთა კავშირის ბოლოყელობაზე ნათქვამი, მე-19 საუკუნეში იმდენად არ სჭირდებოდა ქართული ენას, ქართულ სარწმუნოებას, ჩვენს მამულს, იმ სამღვთაებრივ საუნჯეს, რომელზეც გაგვიმახვილა ყურადღება ილია ჭავჭავაძემ, მოფრთხილება და თანადგომა, როგორც დღეს სჭირდება. დღეს განსაკუთრებით სჭირდება და მე ვიტყოდი, რომ აი ეს საქმე ნათობის გამოცემა, გაგრძელება მომავალში არის სწორედ ის მისია, რომელიც ჩვენ თვითონ ჩვენთაგანს როგორც მწერლებს გვეკისრება და მადლობა ამისთვის ბატონო ლევან. მე დიდი სურვილი მაქვს, რომ პრეზენტაცია გაიმართოს შიდა ქართლის მეთაურ ქალაქშიც, გორშიც და ჩვენ შევუწყოთ ამ საქმეს ხელს და რაც ვიყოთ ასე ერთად და მიგულეთ ყოველთვის თქვენს გვერდით. მადლობთ ბატონო დავით, რა თქმა უნდა ვგეგმავთ ქალაქებში პრეზენტაციის გამართვას და ახლა თქვენს დააგონსეთ და აღნიშნეთ ეს სიამოვნებით გორში გავმართავთ პრეზენტაციას, აგრეთვე სხვა ქალაქებშიც, იქ საუბარი ერეკლესაც ვესაუბრე, თელავშიც ვფიქრობ, ქუთაისში გაიმართება აუცილებლად, ავთანდილ კოლეჯშილა დამირეკა ჩვენმა ძვირფასმა მეგობარმა ამოვიდგისიათ, წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც გაიმართება და ვფიქრობთ, რომ ბათუმშიც გაიმართოს, ეს მეტად მნიშვნელოვანი იქნება რეგიონებიც მოიცვას ჩვენმა აღდგენილმა ნათობმა. პირველი აქ დაბადება თბილისში, ამ ძვირფას სასახლეში, მწერალთა სახლში და ამის შემდგომ რეგიონებში უნდა გავმართოთ პრეზენტაციები. ბატონ ზალ ბოტკოველს ვთქვი სიტყვას, ძვირფას ადამიანს, მწერალს, კრიტიკოსს და მოამაგეს ქართველი ენისას. მომძაფრ. მშვიდობა თქვენ და ჩემი ამდენი შთაგონებული გამოსვლის მერე უხერხულიც ყია ჩემი გამოსვლა, მაგრამ ახლა დამასახელა ბატონმა ლევანმა ეს უნდა მოგახსენოთ ორი სიტყვა. მხოლოდ ორი სიტყვა მეტია. ამ წელიწად დახევის წინ ჩვენმა მონამორჩილმა გაზეთ ლიტერატურულ საქართველოში გამოაქვეყნა წერილი სავანე ნათლისა. ეს წერილი მთლიანად ჟურნალ ნათობს ეწოდებოდა და იყო წუხილი და გოდება იმის თაობაზე, რომ ეს ჟურნალი აღარ გამოდის. არადა სავანე ნათლისა, არის სავანე ოფლისა, არის სავანე სიკეთისა და სათნოებისა. ამ ჟურნალის იავარდა და გაქრობა ქართული სალიტერატურო ცის კაბანდოდიდან ძალზე უმეტული საქმე იყო და მათი ამ საქმის ჩამდენები დიდხანს ვერ ჩამოინეცხავენ ამ ლაქს.
მე რატო საუბრობ ამას? საუბრობ თუნდაც იმიტომ, რომ ეს ამ ჟურნალს ბატონო ლევან იაწერია 1869 წელი. მაგრამ ჩვენ ყველა გულისხმობაში ვიცით, რომ ჩვენ ყველანი მემკვიდრეები ვართ იმ ჟურნალისა, რომელიც 1924 წელს დაარსდა. და დაარსდა საოცარ პირობებში. იმ პირობებში, როდესაც საქართველოში სისხლის კალოები იყო, როდესაც სისხლის გუბები მოდიოდა მთელი ქვეყნის თავზე და ეს გუბების მეგონი დღემდე არ შემშრალა. ეს ჟურნალი დაარსეს იმ ბოლშევიკებმა, რომელსაც უნდათ ქართული ენის მოთმინიერება, თუნდაც აი ამ ჟურნალის მეშვეობით. დაარსეს იმიტომ, რომ მეიმედებოდათ, რომ ამით ქართული ხალხის გონიერებაში წაშლიდნენ იმ სახელებს, იმ წარსულს, რომელმაც დღევანდელ მოიტანა ეს ქვეყანა და ამით გადააჟიშებდნენ და გადააგვარებდნენ ქართულობას. და მოხდა სასწაული. ჟურნალი ნათობი 1924 წელს დაარსებული ქართული ჟურნალი ნათობი ხაზგასმით ვიმეორებ ამას, იქცა იმ ჟურნალად, სადაც დაიბუდა ქართულმა სულიერება, სადაც დაიბუდა ქართულმა მეობა. ყველაფერს რომ თავიდან დავალებო ჯაკოს ხიზლები, სწორედ ნათობში დაიბეჭდა. ხო არ ვწდები ბატონო ესო? ზუსტად ასე იყო და აბა მეტი რა გინდათ? იმ სისხლიანი ეპოქის დროს არსებობდა ჟურნალი სავანე ნათლისა, რომელმაც დღევანდელამდე მოიტანა ეს ყველაფერი. დღევანდელობა. და რომ არა ჟურნალი ნათობი, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მე-20 საუკუნის 60-იანელების წყინვალე თაობა, რომლის შესახებაც მსოფლიო ალაპარაკდა ქართული ლიტერატურული სკოლის შესახებ, შეიძლება მას არც კი ეარსება, რომ არ ყოფილიყო ნათობი და ნათობიდან არ გამოსულიყო ისეთი ჟურნალი, როგორც გახდათ ცისკარი. ეხლა გამოდის თუ არა, არ მინდა ამაზე ლაპარაკი, ეს ცალკე თემა, ჩვენ ამაღლებულ რაღაცებზე ლაპარაკობთ ნათობზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნათობი თავის მისიას გააგრძელებს. ოღონდ ერთი რაღაცა, აქ რამდენჯერმე გაისმა სიტყვა გმირობა. ეს არ არის მარტო გმირობა, ჩემო კარგო. ეს არის ავანტიურიზმი. დღევანდელ პირობებში შეება ისეთ საქმეს, როგორც ნათობის აღდგენა და ნათობის გამოცემა, თუნდაც ორ თვეში ერთხელ რო ორთვიური ის რო იქნება ორგანო, ეს უკვე ავანტიურიზმია, მაგრამ ჩვენ ქართველები გამოუსწორებელი ავანტურისტები ვართ. ასე რო არ ყოფილიყო 80,000-იანი ლაშქრობა, როგორ დაამარცხებდა 9 მილიონი თურქთა ლაშქარს დიდგორის იწვევებში, როგორ შეძლებდა ქუჯი და ფარდაოზი ერთმანეთთან შეთანხმებას, რომ საქართველო ყოფილიყო მთლიანი და ერთიანი, როგორ შეძლებდა ბერი თერდორე ჩვენი უდიდესი წმინდანი, რომ იმ იწვევებში წაეყვა და მოხდური და ცხინეთის ციხეში, ხო არ ვწდები ბატონო დავით, ცხინეთის ციხეში გამაგრებული ჩვენი მეფე გადაერჩინა და არა მარტო მეფე, სრულიად საქართველო განადგურებისაკენ. აი ესეთი ავანტურისტები ვართ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ავანტურისტია ბატონი ლევან გორბანელი და დარწმუნებული ვარ, რომ ავანტიურიზმით საქართველო გადარჩება და საქართველო წინწავა და ჩადგება იმ ერებს შორის, რომლებსაც ცივილიზებული, ნამდვილად ცივილიზებული სამყაროს ქვეყნები ქვია და ჩემს გვერდით შვედიერი ქალბატონიზის უშვედიერესი შეიძლება ითქვას საბავშვო ბაღის გამგე, ისეთ საქართველოში ვიცხოვრებთ, სადაც საბავშვო ბაღებში არ შევლენ LGBT თემის წარმომადგენლები და არ დაუწყებენ ჩვენს ბავშვებს იმის დარიგებას, თუ როგორი უნდა იყოს ჭეშმარიტი ადამიანი. მაგრამ ჩემო დიდი მადლობა ბატონო ზალ. თქვენი გულწრფელი და თამამი სიტყვებისათვის და მართლაც ორიგინალური ფრაზებისათვის გაგიმარჯვოთ და იცოცხლეთ. სიტყვას თქვო ბატონ ელიზბარაშვილს, პროფესორს, ჩვენს მეგობარს, მისი ტექსტი დაიბეჭდა ბნელი განმანათლებლობა, ჩვენაშორის ძალიან კარგი ნარკვევია, კარგი კვლევაა და ქართული ფილოსოფიური რეალობისათვის უცხო არის ეს ტექსტი.
და ეს საერთოდ მიმდინარეობა შეგიძლიათ გაეცნოთ. ბატონო ელიზბარ თქო. მივესალმები პატრიოტულ საზოგადოებას. უბრალოდ ლევანს ასეთი დიდი წამოწყების წარმატებით შესრულებას, კარგი დასაწყისი ვიცით არის საქმის ნახევარი. აქ თავარი არის, რომ შემდეგში საქართველოს ხელისუფლებამ გამოიჩინოს გულისხმიერება, გამოიჩინოს სწორი მიმართება ქართული კულტურის მიმართ, ზრუნვა, რომ ეს ჟურნალი დაფინანსდეს და აიღოს საკუთარ პატრონაჟში, რა თქმა უნდა, ლევანმა თავის კულტურამ ერთად ყველაფერი გააკეთა, რომ ეს დასაწყისი შემდგარიყო. მე ვფიქრობ, ვეთანხმები ბატონ გიორგის, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად, რომ მეცნიერებსა და ლიტერატურების შორის ის კავშირი, რაც განხორციელდა ნათობის და ძველი ტრადიციული პერიოდიკის გვერდებზე, ეს აკლია თანამედროვე საზოგადოებას. გაწყვეტილია ყოველგვარი კავშირი თანამედროვე ქართველ მეცნიერებსა და ლიტერატურების შორის. უფრო მეტიც ლიტერატურების შორის არის გაწყვეტილი სხვადასხვა თაობების შორის და მეცნიერების შორის ასევე არის სრული დაქცეულობა. და მე ვფიქრობ, რომ სწორი არის, რომ სწორედ თუ რა ფუნქცია შეიძლება ჰქონდეს ამ ჟურნალს თანამედროვე საქართველოში ნათობზე ვსაუბრობ, თუნდაც აფინაჟი მეორე ჟურნალი, რაზეც დიდი ხანია მუშაობს ბატონ ლევანი, არის სწორედ ამ კავშირის აღდგენა მეცნიერების სამეცნიერო ლიტერატურული ტექსტები, მეცნიერული პუბლიცისტიკა ერთად თავმოყრა ერთ კონცეფციაში გატარება, ამიტომ თქვენ წაიკითხავთ, ახლა ჩემი წვიდა ფილოსოფიური ტექსტია და არის ისეთი ტექსტი, რომელიც ახლა ჩემთვის არ არის ეს მისაღები ფილოსოფია, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა იწერება დასავლეთში და რა მიმართულებები არსებობს, ვიცოდეთ იმისათვის, რომ შემდეგ ვიყოთ გზად, რომ გავაკეთებოთ. მეორე მიმართულება მე მგონია, რომ ამ ჟურნალმა, სხვა ჟურნალების ბატონმა რეზომ დაასახელა, ქუთაისში გამოდის ლიტერატურული გაზეთი, ჟურნალი თბილისშიც, უნდა შეიძინოს ფუნქცია მეორე ის, რომ მოხდეს ქართული კულტურული და ლიტერატურული სივრცის მთლიანი სპექტრის ბოლოს და ბოლოს გამოკვეთა და გამომშრალება, რაც ყოველთვის იყო ხელის შემშლელი, ობიექტური მიზეზების გამო, ობიექტური იმიტომ, რომ ამას სჭირდება ღია გამომცემლობები, როგორც არის მაგალითად ბატონ ლევანის მიდგომა, თუნდაც აფინაჟი გადავხედოთ, არავით არის სხვა იდეოლოგიური, სოფიალურული შეზღუდვები არ არის, გარდა ლიტერატურის დონისა და მეორე კრიტიკა არის განვითარებული არის ხუთი საქართველოში ლიტერატურული კრიტიკა, რომელიც განაპირობებს ამ სპექტრის დადგენას გამომშრალებას. რატო? იმიტომ რომ კრიტიკა თუ ის არ არის თვითმფრინავების მქონე ყოველთვის პრობლემატური ხდება საქართველოში, ბოლოს ავტორს ყველა მოიძულებს და ის პლატფორმის გარეშე რჩებოდა ხოლმე, თან ანაზღაურება არც ისეთი დიდი არ არის კრიტიკის დროს, ეს ერთი და მეორე გარკვეული წრეები წინა ხელისუფლების დროს ლობირებდნენ ერთ წრეს, ერთ მიმართულებას, ერთ ჯგუფს ლიტერატორების, რომელთაც არ აწყობდათ, რომ მათ გარეშე სხვა საერთოდ გამოჩენილი იყო, რადგანაც მაშინ დაფინანსება მათ არ იყოფოდა, თუმცა მოხდარიყო სპექტრი ნიშნავს, რომ ასე მრავალფეროვანი მიმართულებები ესთეტიკაში, სოფიალურული მიმართულებები, იგივე ფილოსოფიაში, იგივე ეთიკაში, პოეზიაში, ამიტომ როდესაც მონისტურია წარმოჩენილი ლიტერატურული სივრცე, ეს არის განპირობებული, რომ გარკვეულ წრეებს უნდა დაფინანსება მარტო თვითონ მიიღო. და აი ეს უნდა გადაილახოს და მე ვფიქრობ, რომ თანამედროვე საქართველოს შექმნილი არის ეს პირობები უკვე. და სწორედ ბატონ ლევანის და სხვა ადამიანების ასეთი კარგი წარმოწყების შეგვიძლია ჩვენ ბოლოს და ბოლოს მივიდეთ იქამდე, რომ გამომჟღავნდეს კულტურული და ლიტერატურული სპექტრი საქართველოში როგორიც არის და ვიცოდეთ საერთოდ რა გვაქვს დღეს. მადლობა ბატონ ლევან და უსურვებ წარმატებას ჟურნალს. ვალო ბატონო ელიზბარ, სწორედ თესეუს პროფესორი, ფილოსოფოსი და ძალიან კარგი ტექსტების ავტორი ბატონი ელიზბარაშვილი, მადლობა მომზადებისათვის. მე მინდა ახლა სიტყვა გადავცე ქალბატონ ნინო უცილაურს, პოეტი ქალბატონი გახლავთ, ვიცი ლექსები არაერთხელ დაბეჭდილა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში, ყველას თქვენაც მოგეხსენებათ, მომზადდა ის დღეს, დიდი მადლობა ნინო მომზადებისათვის. არაერთი წიგნის ავტორი გახლავთ, 5 წიგნის, თუ არ ვცდები, თუ ვუძები შემისწორი. და ბატონი რეზო შენი წიგნების რედაქტორი და მძადე სიტყვა გისმენთ. დიდი
მადლობა გემალმა ეს აი ამ საზოგადოებაში მომეცი სიტყვის თქმის უფლება მით უფრო როდესაც ჩემი ხუთივე წიგნის რედაქტორი აღწევდება ბატონი რეზუმიშვილაძე და მე ძალიან მართლმადიერი ვარ როდესაც ფიქრობ ხოლმე რომ არსებობენ ადამიანები რომლებიც ქმნიან ეპოქას დიდი ბედნიერება ის არის რომ დღეს ჩვენ ეპოქათა შორის ხიდი გაიდო აი ამ ახალი ნათობით რომელიც როგორც შენ აღნიშნე აი ამ წიგნის ბოლო გვერდზე წერია ძალიან ლამაზი ფრაზა ესე იგი ნათობი 1869 სადაც წარსული მომავალს ეხიდება სადაც ტრადიციული თანამედროვეობას ელაპარაკება სადაც ქართული სიტყვა კვლავ ნათდება და აი თქვენ წარმოიდგინეთ რომ დღეს აქ ხარ შენ ალე ბატონი ელიზბარი საუბრობდა ეს დღეს აქ არის ბატონი ელიზო ქალბატონი მაყურებელი თქვენ ბატონებო რომლებიც აქ ხართ და ნამდვილად არის ხიდი დღევანდელი გამოცემა მე ვფიქრობ არ ვიცი ხა ცოტა ჩემი კონკრეტული ხედვა ეს არის პირველი ზუსტად აი ამ ხიდის რასაც ქვია ტრადიცია ანუ ხიდი ის რაც იყო და დღევანდელი ხედვა და რა თქმა უნდა ამ ყველაფერს გაგრძელება იქნება გისურვებ წარმატებას მხნეობას კრიტიკის ქარცეც ხშირად გამოგატარებენ აი ამის გამძლეობას გისურვებ და საოცარი რედკოლეგია ჩამოთვალე მე ამაყება აი ეს ჟურნალი თავისი რედკოლეგით გმადლობთ დიდი მადლობა ნინო დიახ აქ იმყოფება პროზაიკოსი ყველასათვის ნაცნობი პიროვნება ბატონი თამაზ ხმალაძე და თუ შეიძლება მომგზავნით რამდენიმე სიტყვა ბრძანეთ დიდი საქმის დასაწყისის მომხრეობა. როცა გამიგე ნათობის აღდგენა და იმ დიდი ტრადიციის გაგრძელება, რაც მახსოვდა ნათობი, როგორც არამედ გითხრათ, ცოტა მეტი იქია ეს შედარება, მაგრამ მამა განსაკუთრებული ისე გამიგე. ახალგაზრდები არიან ბატონო რეზო და ამათ შეიძლება არ ახსოვს მაგრამ ჩვენმა თაობამ თუ არ ავიდგით ფეხი ნათობში ხო მუხლი არ გავიმაგრებთ ეს იყო ჩვენთვის ახლა ლიტერატურულ საქართველოში სპეციალური ცის კავშირი მაგრამ უფრო დიდი აღიარება იყო როცა ნათობი დაიბეჭდებოდა კაცი და უკვე ძალიან დახარებული ვარ. მოედო ეს ამბავი თელ საქართველოს. წარმოიდგინეთ, მე ცოტა ხნის წინ ავედი და გავედი და სიენავიდან აზო ციტრაშვილი მირეკავდა მეუღდება თუ მანდახა მიულოცე ყველას და თვითონ ბატონ გორვალეს ეს წერალი აზო ციტრაშვილი ლიტერატურული ჟურნალის თავად რედაქტორი ეს დიდი საქმე ჩაბარებული და ღვთისგან ამაშენის როგორი დიდი მადლობა თქვენი თბილი სიტყვებისათვის და იმ ემოციებისა და გულწრფელი დამოკიდებულებისათვის რაც გამოხატეთ ბატონო თამაზ მე მინდა სიტყვა გადავცე აქ იმყოფება ჩვენი ხალბატონი ქეთევან ჯერვალიძე შემოვიდა და თორნიკე ფახურიძისთვის მინდოდა მაგრამ იმას მე გადავცემ სიტყვას ხალბატონო ქეთევან მომგზავნით თუ შეიძლება მეტად ერუდირებული პიროვნება კრიტიკოსი პროზაიკოსი ხალბატონი ქეთევან ჯერვალიძე
მოგზავნით. თქვენ ყოველთვის ვცდილობთ რომ დაესწროთ ჩვენს ღონისძიებებს და მიხარია რომ გხედავთ მოგზავნით. მოგესალმებით ყველას. მეც თქვენს არის ძალიან გამიხარდა ჟურნალ ნათობის აღდგენა. უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ აი ამ ახალგაზრდა კაცს მე ვეძახი უძინართა ხელმწიფეს. ეს უძინარები ბიზანტიაში მიმდინარეობა იყო ქრისტიანობაში. ჩვენმა ვახტანგ გორგასალმა უძინართა მონასტერში გააგზავნა მიქაელი, რომელიც მას არ დაარჩინა. აი ეს უძინართა წარმომადგენელია თანამედროვე გაგები. მე აქინდირმა ისაუბრა ჟურნალის მნიშვნელობაზე, რომ მე ამაზე სიტყვას აღარ გავაკეთებ, აღარ გავიმეორებ. მე მინდა გითხრათ, რომ თუ არითმეტიკაში საერთოდ მოვიგოჭლებდი მათემატიკაში, არითმეტიკაში თუ არ შემიშალა 155 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნათობში აკაკი წერეთელმა გამოაქვეყნა ლექსი ზოგიერთების მამაო ჩვენო 1871 წელს. შეიძლება თქვენ იფიქროთ, რომ ეს ძალიან მტკივნეული თემაა, როგორც ჩანს, მაშინაც მტკივნეული იყო, მაგრამ აკაკი აი ამ პაროდია ლექსი მამაო ჩვენოზე ფაქტობრივად ქართული მწერლობა ჩართო მამაო ჩვენოს პაროდიათა აი მსოფლიო კონტექსტში. და რამიდა კიდე გითხრათ, რომ თავდაპირველად აი ეს ნათობი 1869 ხალხო სამთა ჟურნალი იყო და მათ არ ჰქონდათ დიდი ეროვნული თვალსაზრისი და აკაკიმ ძალიან დიდი როლი ითამაშა თავისი მკაცრი სიტყვით და მოატრიალა ეროვნული თემატიკისკენ. აი ეს მაშინდელი ჟურნალი ნათობი იყო, როგორც იტყვიან, რაზნოჩინცების ჟურნალი, ანუ საზოგადოების ყველა სოციალური წრიდან გამოსული ავტორები იბეჭდებოდნენ და იბეჭდებოდა ამავე დროს ძალიან დიდი ევროპელი მწერლები, თარგმანები, ბაირონი, შილერი, შექსპირი, ანუ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აი იმ სამ წელს. მე კიდევ ერთ ინფორმაციას ზოგს მოვაწვით, ზოგს გაგახსენებ. შემდეგ, როდესაც ნათობმა გამოსვლა შეწყვიტა, ძალიან გულდათოთხული იყო ჩვენი რომანტიკოსი, ჩვენი გრიგოლ ორბელიანი, ძალიან მაღალი სამხედრო ჩინის მქონე, ინფანტერიის გენერალი, ფედმარშლის შემდეგ ამაზე დიდი თანამდებობა წოდება არ არსებობდა და აი მას არ მოსწონდა დროება. და დროების 10 წლის თავზე მან დაწერა ლექსი, საკმაოდ ვრცელია, ვერ ისწავლა მესმა წერა ვერა და მესხმეველი ქაღები აი ესეთი რაღაცა, მაგრამ იქ არის ასეთი ადგილი. აი ზუსტად ციტატა არ მასწოს, მაგრამ შპელი ფრაზს გეტყვი, რომ ასამწუხაროა, რომ დადუნდა ცისკარი და არ გვესმის ხმა ნათობისა. ეს დიახ, ანუ ძალიან მნიშვნელოვნად მიაჩნდა გრიგოლ ორბელიანსაც მაშინ, აი სულ რაღაცა 3 წლის 2 წელი თუ 3 წელი იარსება, ხო? გამოვიდა. მაგრამ აი გეუბნებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი საინტერესო მასალა იბეჭდებოდა, მე ყველას არ ვიცნობ, ყველა მასალას გაცნობილი არა ვარ, მე მაინც ვთვლი, რომ აკაკის აი ეს ლექსი ზოგიერთების მამაო ჩვენო არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაშინაც საეტაპო, დღესაც ძალიან საჭირო და რა ვიცი, სხვა რა უნდა გითხრათ, აი ეს ინფორმაცია მინდოდა
მომიწვინა თქვენთვის და კიდევ აი ბატონმა ლევანმა მე რაღაცები ჩამოთვალა მე მინდა გითხრათ რომ ვარ ბიზანტინისტი მეცნიერი ონომასტიკოსი მაქვს ბევრი სტატია ონომასტიკაში ვარ მთარგმნელი ძველი ბერძნული და ლუკიანოსი ქსენოფონი ლუკიანოსი და იულიანე განდგომილი რომელიც ბატონი ლევანის სწავლობით 25 წერილი გამოაქვეყნა შესაბამი წერილები და კომენტარები ჟურნალ აფინაში და თქმა უნდა მე უსახელოდ მადლობელი ვარ ბატონი ლევანისა იმედია რომ ეს თანადგომა ამ ჟურნალს აღმოუჩნდება და ყოველივე სიკეთეს უსურვება ამ ახალგაზრდა კაცს რომელსაც ღამე არ სძინავს 24 საათია და როდის სძინავს არ ვიცი ბადინ ხელს როდის სძინავს ძალიან კარგი იქნება დიდი მადლობა კალბატონო კეთოვან გაიხარეთ ბატონ გივი ჭიღვინაძე ვთხოვ სიტყვას ბატონო გივი მომძადეთ პროზაიკოსი რედაქტორი პოეტი ბატონი გივი ჭიღვინაძე მოგესალმებით ყველას, უბრალოდ მეგობრებო, გილოცავთ. მართლაც დიდებული დღეა და ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გააკეთეთ. შემონევა ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა მთავარია ყველას ხელშეწყობით ეს საქმე წავიდეს ისე რომ ნამდვილად ღირსეული ჟურნალი გამოვიდეს და ამასთანავე დაიბეჭდოს ღირსეული ავტორები. ასეც იქნება. იმხელა გამოცდილება გაქვს შენ უკვე ასე იქნება ეს დაშუნებული ვარ. მე უბრალოდ ერთ რამეს ვისურვებდი რომ ეს ჟურნალი მარტო თბილისში კი არ იყოს ბატონეზე ხალხებმა ყველა რეგიონებში გავიდეს რეგიონებში რამდენიმე ნომერი რომ მოხდეს სად თითოეულ რაიონში იქ შეიძლება ცენტრალურ ბიბლიოთეკაში რაღაც სკოლებში ძალიან კარგი იქნება რომ მთელი საქართველო მოიცვას ამას ვისურვებდი და მადლობელი ვარ იმისთვის რომ რაღაც რეკოლექციაში მოვხდი მე რაც შემეძლება ყველაფერს ვიზრუნებ ამ ჟურნალისტის და აი გავრცელება თავარი ეს ჩვენი თავარი საქმეა დღევანდელი ლიტერატურული პრესის და ყველას გისურვებ ყველას და დარწმუნებული ვარ ისეთმა ხალხმა ითხოვა დაფინანსება რომ ჩვენი კულტურის მინისტრი გააკეთებს ამ საქმეს და წარმატებული იქნება ნამდვილად წარმატებული და ბატონო გივი ბატონო ერეკლე მეჟუაშვილს ვთხოვთ ერეკლე მომძამდი გვიხარი ორი სიტყვა პროზაიკოსი ორი წიგნის ავტორი მეტად ნიჭიერი ახალგაზრდა ადამიანი ხო ჩემს ერთ მეგობარს დავესესხები და ლიტერატურული საუნმშვიდობისა ამ დარბაზში მსხვდომთ ძალიან ამაღელვებელია დღეს ასეთი ხალხის შემდეგ საუბარი და ახლის თქმა გამიჭირდება მაგრამ ორიოდე სიტყვით მინდა შევეხომეც ზოგადად ამ თემას იმ მოვლენას რომელმაც აქ შეგვიგო ბატონი ლევანი მაგონებს დონ კიხოტის პერსონაჟს ამ პერსონაჟის ყველაზე კარგი გაგებით ადამიანი რომელიც არ უშინდება გამოწვევებს რომლის გაგონებაზეც სხვებს ზარავთ ადამიანი რომელიც არასოდეს არ მიჯნობს ერთმანეთისაგან კაცრად ნოვაციასა და ტრადიციას. პირიქით, მათი აი გასაოცარი მიქსტურით, სინთეზით ახერხებს რომ მათ შორის ამ ჟურნალშიც დაბეჭდილი თითოეული სიტყვა ისეთი იუველირული სიზუსტით, ისეთი ფილიგრანულადაა შერჩეული, რომ მე წამითაც არ მეპარება ეჭვი იმაში ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელი და უფლებამოსილია ამაზე, მას დაუჭერს მხარს. ამაში წამითაც არ მეპარება ეჭვი. რაც შეეხება ახსნა განმარტებას იმაზე, პირველი უწერი ვარ, მეორე, ბოლოს წინა და ასე შემდეგ. ამას არანაირი ახსნა განმარტება არ სჭირდება. ვინაიდან სახარებაში წერია, ვისაც პირველობა სურს, იგი უკანასკნელი იყოს. მე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ კარგ საქმეს შევძლებთ ერთად. აი ეს ერთობა იმ ჭეშმარიტად მოწადინებული ადამიანებისა ყოველთვის არის საწინდარი რაღაც კარგი სიახლისა და ეს ნამდვილად სიახლე იმის მიუხედავად რომ ტრადიციის აღდგენაა და
იმ ისტორიულ რეალობაში დაბრუნება ინტერვიუს მიცემის დროსაც აღნიშნე ეს ამბავი, რომ ის ისტორიული რეალობა დაბრუნდა, რომელშიც ქართველი მკითხველი 10 წლეულების განმავლობაში ცხოვრობდა, პრაქტიკულად საუკუნე ნახევარზე უკვე მეტია. ეს ამავდროულად წარმოადგენს სიახლეს. სიახლეს ჩემი თაობისთვის, ჩემი თანატოლებისთვის, რომელიც მოწადინებული და ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით დახარბებულია ქართულ სიტყვას, სიტყვათქმედობას და მათაც სურთ, რომ გამოიჩინონ თავის ცადონ ბედი. საქმის დაწყება ნამდვილად უკვე ნახევარი მისია შესრულებული ამით. ამას დიდი გამბედაობა სჭირდება. თქვენი პიროვნებიდან გამომდინარე, მიგიცნობთ თქვენ შორიდან დღევანდელობაში ეს ამბავი გაადვილდა. დავწმუნდი იმაში, რომ ამ საქმეს ნამდვილად ბოლომდე მივიყვანთ ერთად. მე მაქვს ერთი იდეა, რომელიც მინდა აქ გავაჟღერო. თუ დაიმსახურებს მოწონებას ხომ კარგი, თუ არა და ნათობს არაფერი რაც დააკლდება და ჩემი იდეა მდგომარეობს შემდეგში. რამდენიმე კვირის წინ ვიყავი ინტენსიურ დაწესებულებებში, სხვადასხვა დაწესებულებაში სამგან ციხეში, მათ შორის ეს იყო დანის მერვე დაწესებულება, ავჭალის მე-11 და რუსთავის მე-5, სადაც შევხვდი ჩემს თანატოლებს, ასევე არასრულწლოვნებს, სადაც როდესაც დავსვიმე კითხვა, იქ იყო ასეთი რუბრიკა თქვენი ჯერია. ეს იყო ემოციური ნაწილი ამ შეხვედრების ციკლისა და დავსვიმე კითხვა, თუ წერდა იქიდან ვინმე. და ეს ადამიანები, ეს ჩემთვის ძალიან გასაოცარი იყო, თითქმის ყველამ ასწია ხელი და რატომ გამიხარდა ეს ამბავი. როდესაც გარეთ ისოსებს მიღმა ადამიანებს განსაკუთრებით ჩემს თაობას, ამას მე ვამბობ სიყვარულიანი მხილებით და არა ნიშნის მოგებით, რომ ამ ხალხს უჭირს ქართულ სიტყვასთან შეგუება, ურთიერთობა, ისოსებს იქით ეს ადამიანები არიან მოწადინებული ქართულ სიტყვიერებას და იდეა რაში მდგომარეობს. როგორც ვიცი, პირველი ნომერი გამოვიდა 300-იანი ტირაჟით. ნაწილი აქედან რომ დაეთმოს არასრულწლოვანთა დაწესებულებებს, ეს ამბავი მოგვარებადია, იქ არასრულწლოვნები რომ გაეცნონ ამას და იქ იყო ისეთი ხალხი, ისეთი ადამიანები, თავად როდესაც დაინახეს რომ ემპათია გამოვავლინე კი ითქოს რომ ჩვენ კაი საქმეზე არავინ არ ავსხედოთ აქაო, მაგრამ მე ვიცი რომ ეს იქნება მათთვის სულის მოთქმა იმ რთულობაში. Aldous Huxley იყო ასეთი ბრიტანელი მწერალი და მოაზროვნე, რომელსაც თავის გახმაურებულ რომანში ასეთი ფრაზა აქვს გამოყენებული. იქნება ეს დედამიწა სხვა სამყაროს ჯოჯოხეთია. როდესაც ამ ყოფიერების აზროვნებას, მის დინებას მივყვები ხოლმე, ხანდახან Huxley-ს ვეთანხმები. მაგრამ მათ შორის ჟურნალი მნათობის აღდგენაც არის ის ამბავი, რომელიც აი ამ ყოფიერებას, ჩაძირულს, აი ამ მატერიალიზმში აცოცხლებს, ამაღლებს, სხვანაირ ტემპსა და რიტმს მატებს და აი ეს ზეაღმტაცი ბედნიერება დარწმუნებულია, რომ მთელ საქართველოში ყველას გადაედება და რეგიონებშიც იქნება ამის პრეზენტაცია. ნათობი ისევ გაბრწყინდა, ისევ გამოანათა ნათობმა და გილოცავთ ამ ისტორიულ დღეს. დიდი მადლობა ერეკლე. მე ვიგებ ამ წინადადებას, რა თქმა უნდა და ძალიან კარგი აზრია შევიტანოთ ნათობის გარკვეული რაოდენობა პენიტენციურ დაწესებულებებში, სადაც ის ადამიანები, რომლებიც იქ იმყოფებიან და რომლებსაც მალე თავისუფლებას უსურვებთ, გაეცნონ აღნიშნულ გამოცემას. დიდი მადლობა შენ. მე მინდა სიტყვა გადავცე ქუჯის წარმომადგენელს, კონკურს ქუჯი მოგეხსენებათ ყველას და ადევნებთ ლიტერატურულ პროცესებს თვალყურს. ბესო გვაზავა იმყოფება აქ, თვითონ პუბლიცისტი და ტექნიკური ეს დარგის წარმომადგენელია თვითონ, მაგრამ ეს ლიტერატურა უყვარს, აინტერესებს ამ ადამიანს. ეს ჩვენ შორიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ამდენი ხანია თანამშრომლობთ და ახლა უფრო გავგვივდება ჩვენი თანამშრომლობა, რამე თუ ქუჯი და თქვენი წარმომადგენლობა ძალიან დიდ და კარგ საქმეს აკეთებთ. თქვენ ხედავთ ჩვენ საქმეებს, ჩვენ ხედავთ თქვენ საქმეებს და ეს ყველაფერი უნდა გაერთიანდეს, რაღაც ის კოლაბორაცია, ის თანხმობა, ის
ურთიერთობები და კავშირები უნდა შედგეს და მე აქვე ვიდასტურებთ კეთილგანწყობას და წარმატებებს გისურვებთ. ხუთში ივლისსა ღონისძიება, სადაც იქ ავტორების დაჯილდოებებია, სადაც პრემიებიც გაიცემა და ვინც თქვათ გესურვებათ, ვისაც გესურვებათ შეგიძლიათ იქ მიბრძანეთ და თვითონაც ისწავლოთ. ბესო ისმენ მოგითხვები. დიდი მადლობა. ბატონმა ზალმა თავის გამოსვლაში ახსენა სიტყვა ავანტურისტი. მე ეკონომიკაში მოღვაწეობდი, დამთავრებული მაქვს ამფრის უნივერსიტეტი და იყო ესეთი ქველმოქმედი ბიზნესმენი ვასილ დუმბაძე, რომელიც მოღვაწეობდა ამერიკაში. მან დაახლოებით 27-დან 42 მილიონამდე თანხა დაუტოვა საქართველოში მცხოვრებ ნათესავებს, რომელიც გადმოიგზავნა ოფიციალურად ამერიკიდან, მაგრამ ნათესავებს არ მისურია. საქმეთა კავშირში უგზურპლოდ დაიკარგა ეს თანხა. ეს იყო დიდი მაგნატი იყო და უამრავი კეთილი და კეთილშობილური აქტი აქვს ჩადენილი, მაგრამ იყო ავანტურისტი. და აი ესეთი ავანტურისტები ვფიქრობ, რომ საჭიროა საზოგადოებისთვის და ქვეყნისთვისაც. ანუ ავანტურისტსაც აქვს ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი დადექვა ჩვენ საზოგადოებაში. კარგი გაგებისა კი ნამდვილად. აი ასეთი კეთილი ადამიანი იყო ამერიკაში და ზუსტად აი ამის გაგრძელებაა ერთგვარი ის, რომ ინტერვიუშიც თქვი ის რაც ისტორიასთანაა დაკავშირებული, ის რაც ტრადიციებთანაა, კი არ უნდა ჩაქრეს, არამედ ის ნაბეწკალი უნდა ავადოთ და ევანდელებს ამის გამოვლინება გახდა. ახლა ცნობილმა გამახსენა ნახერო დავათვალიერე ჟურნალი ჩვენი უფროსი მეგობრის ძალიან კარგი პოეტის, ალბათ დიდი პოეტის ჯემალ ინჯიას ლექსი, რომელიც ეძღვნება კოცნას. ალბათ ბატონი რეზო მიშველაძის სათქმელი ლექსი. შენს ლამაზ თვალებს, როდესაც ვკოცნი, ქვეცნობიერად ვწრუნდები მაშინ, რომ ხარ კეთილი იმედის კონცხი, უიმედობის ბობოქარის ლაში, მათან ლოცვას და მაბრუნებ წაღმა, მზად ხარ თვალების გასატანებლად, არ ერქილოს მაგ თვალებს წარღვნა და ანგელოზის გასატანება. წარმატებები რა თქმა უნდა ბატონ ლევანს, ნათობს მის მეორე ჟურნალს აფინანსს და აი ასე გაეგრძელებინოს მოღვაწეობა. შესანიშნავი ავტორებია ნამდვილად და ქალბატონმა მაყვალავდა ქუჯმა ამ შემთხვევაში წერალთა კავშირმა და ქუჯმა დაიწყეს უბრალოდ მაყვალავდა ქალბატონი მაყვალავდა დიხანია ამას აკეთებს მივიწყებული მოღვაწეების წერლების ამოტივირება ქუჩისთვის მისი სახელების მინიჭება და ალბათ უმრავლესი თქვენგანი დაგვეთანხმებით ამაში, ბევრი მათგანი იცნობთ კიდევ ამ პიროვნებას, აკაკი გაწერილია, რომლის სახელისთვის ერთ-ერთი ქუჩისთვის მინიჭებისთვის ვიბრძვით, ამ დღეებში ოფიციალურად შევიდა განცხადებას ქუჩისა და მწერალთა კავშირის სახელით. რაც შეეხება ქუჩის დაჯილდოებას, 5 ივლისი ეროვნული სასახლე 7:30. წარმოდგენილი იქნებიან არაჩვეულებრივი პიროვნებები. მურმანჯინორიათი დაწერილი, დანიელ ხარხანაურითა და ბრადის შორდიათი დამთავრებული. წარმოდგენილი. დიდი მადლობა მესოგვაზავას. თორნიკე ფახურიძე რედაქტორის მოადგილე ნათობში, მომზადდი თორნიკე ორიონ სიტყვა რომარ თქვა, ისე ვერ დავასრულებ ნევადელ შეხვედრას. ფილოსოფოსი გახლავთ თორნიკე, ვებ ინჟინერი, ჟურნალ აფინაჟის ვებ-გვერდის საიტი მისი გაკეთებული, ასე შემდეგ. დევანი სანამ გააგზელებს ჩემს მიღწევებს, მანამდე ვიტყვი, რომ პირველ რიგში ყველას მიგოცავ თემამდე დღეს. ფილოსოფოსი არ ვარ, ფილოსოფიის მოყვარული. როგორც ყველა ადამიანი, ვისაც აზროვნება უყვარს. და წერალ ფიქრობდი, აი რა არის თემამდე დღეს უკვე 3 საათში დამოუკიდებლობის დღეა. და ამ ჟურნალსაც ნათობი ქვია და ეს ნათობი სიმბოლურია, არა ის რაღაცა ბიოგრაფიასა და ხო?
ეს ნათური ზუსტად ის გამოუკიდებლობს და საქართველოს აღნიშნულია. არისტოტელეს ჰქონდა ეს შემთხვევითობაზე იქეთ და ავტონომად განიხილავდა ადამიანის ყოფა-ცხოვრებას და დავალებას. ლევანს მეტიხეთ აღვიქვა, იმიტომ რომ ადამიანი როცა რაღაცას შრომით აკეთებს, ეს უკვე მისზე შედეგობრივი კავშირებიდან მომდინარეობს. და ეს ლევანისთვის ავტონომია არა, ეს სპინოზამ ბოლოში ისე ღმერთის ნება უწოდა და დღევანდელი დღეც ღმერთის ნება და ეს აღდგენაც ღმერთის ნება. და ეს ჟურნალი არც ლევანის არა, არც ჩემი არა, არც თქვენი არა, არავის არა. ეს არის საქართველოს ტრაგედია. ჩვენ გარდავიცვლებით და აღარ ვიდებით ეს ჟურნალი იარსებებს და ყოველთვის იქნება. ყველას დიდი მადლობა, ვინც ოდნავ იცვლელი შეიკრიბა ამაში და ვინც კიდევ შეიტანს და მართლაც ძალიან დიდი ღია და ყველას უნდა მივესალმოთ, ვინც კი ასეთ გამით გააკეთებს. მადლობა ლევანს და მადლობა ყველას. დიახ. ძალიან განმადლობა. სამ რიცხვში 5 საათზე ყველას ვინც არ ბრძანდება, გიწვევთ ლევან ინანიშვილის დაბადების ასლის თავზე მეცნიერებათა აკადემიის დიდ დარბაზში. ვისაც გექნება ცურვილი, გამიხარდება თქვენი მობრძანებები. სამში 5 საათზე. მე იქ ვიდგები და შემოგიყვანთ. დიდი მადლობა გამოდოლმაღალა. ძვირფასო მეგობრებო, დასასრულს უახლოვდება დღევანდელი ჩვენი შეხვედრა. საუბრის დასაწყისში კი ვქვი, რომ ყველაფერი გრძელდება და არ სრულდება, მაგრამ ეს არის ფორმალური დასრულებები. ეს არ არის აბსოლუტური დასრულება, ამასაც აქვს გამართლება, ამასაც აქვს, ამაზეცაც აქვს ფუნდამენტური მნიშვნელობა. ამას მე რატომ ვამბობ? იმიტომ რომ გაგრძელდება კიდევ ასეთი შეხვედრები, იმიტომ რომ ისევ და ისევ შევხვდებით ერთმანეთს, გავეცნობით, წაუკითხავთ ახალ ნაწარმოებებს, ახალ წარდგინებებს, ეს იქნება წიგნები, ლიტერატურული გამოცემები, თუ ასე შემდეგ. თითოეულ თქვენგანს, ვინც მომბრძანეთ, ჩემო მეგობრებო, ძვირფასო მეგობრებო, თამარ ჭაჭაბას ვხედავ, ნონა გულიაშვილს, იმედას, ყველას მოგესალმებით, ლევან მოწვაძეს, ციცინოს, ყველას გაიხარეთ, ზოგი ჩემი ავტორი გახლავად, ისინი მათი წიგნების რედაქტორი, ყველა ლიტერატურის მოყვარული, დაინტერესებული და ერთად აგლოცობთ გევანდელი საღამოსათვის და შეხვედრისათვის, ყველა თითოეულ თქვენგანს დიდი მადლობა. ძვირფას მარიტას ვხედავთ, რომელიც აღნიშნეს კიდეც, დიდი მადლობა რომ მოხვედით და ყველას ვინმე არ გამომჩეს, ქალბატონო მაყვალა, ბატონო რეზო, თქვენ მეგობრებო, მოდით აქ და ყველამ გადავიღოთ საერთო სურათი.